ვლადიმირ პუტინი და მისი კრემლის სარდლები ცოცხლად წვავენ საკუთარ არმიას და მათთვის სულ უფრო რთული ხდება საკმარისი ახალი ჯარისკაცების მოძიება იმისთვის, რომ შეცვალონ ისინი, ვინც უკვე დაკარგეს. ეს სწორედ დასაწყისია დასასრულის. ქაღალდზე არანაირად არ უნდა მისულიყო საქმე აქამდე. როდესაც ომი დაიწყო, რუსეთს შეეძლო მოწინააღმდეგეზე ბევრად უფრო დიდი ძალა გამოეძახა. მას მხოლოდ ადამიანური რესურსის უზარმაზარი უპირატესობა არ ჰქონდა, არამედ ყველა სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებელშიც ჭარბობდა. ტანკების და ჯავშან ტექნიკის რაოდენობით, ასევე საჰაერო ძალებით, რომლებიც მაშინაც და ახლაც ბევრად უფრო დიდი და ძლიერი იყო ვიდრე უკრაინის. კარგი ტაქტიკური გეგმით და გონივრული სტრატეგიული აზროვნებით, რუსეთს შეეძლო და უნდა შეძლებოდა თავისი მიზნების მიღწევა. მას მაინც ეკნებოდა დანაკარგები, მაგრამ ამ ომში გაცილებით უკეთესად და ეფექტურად შეძლებდა მოქმედებას, რომ სერიოზულად მიეღო ყველაფერი და არ დაეშვა საბედისწერო შეცდომები, როგორიცაა მოწინააღმდეგის ასე საშინლად სათანადოდ ვერ შეფასება და გამუდმებით ასეთი ჯიუტი ამპარტაონებით მოქმედება. ამის ნაცვლად რუსეთმა სწორედ ეს შეცდომები დაუშვა და არა მხოლოდ ვერ მიაღწია თავის ჩამოთვლილ მიზნებს, არამედ დროის გასვლასთან ერთად მისი დანაკარგები სულ უფრო იზრდებოდა და ერთ ბნელ ნიშნულს მეორის შემდეგ აჭარბებდა. 2024 წლის ივლისში გავრცელებული ცნობებით, ქვეყანას დაახლოებით 500,000-მდე საოცარი დანაკარგი ჰქონდა. ნაკლებად ვიდრე 1 წლის შემდეგ. 2025 წლის ივნისში კრემლის დანაკარგების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა და დანაკარგები გრძელდება დღე-დღეზე, კვირა-კვირაზე, თვე-თვეზე. 2026 წლის დასაწყისისთვის იუწყებოდნენ, რომ რუსეთის არმიის საერთო დანაკარგებმა 1,250,000 ჯარისკაცს გადააჭარბა, რომლებიც ან მოკლულნი იყვნენ, ან დაჭრილნი. ეს უპრეცედენტოა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთი ან საბჭოთა კავშირი არაერთ ომში იყო ჩართული. 1950-1953 წლებში კორეაში მან 120 ადამიანი დაკარგა. 1956 წელს უნგრეთში კიდევ 669, ხოლო 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში 96. 1979-დან 1999 წლებში ავღანეთთან 10 წლიან ომში მან 14,000-დან 16,300-1300 ადამიანი დაკარგა. ხოლო 1990-იან და 2000-იან წლებში ჩეჩნეთთან ორ ომში კიდევ 12,000-დან 25,000-მდე დაღუპული იყო შეფასებით. თუნდაც ყველა ეს დანაკარგი სხვადასხვა ომებიდან და 6 სხვადასხვა 10 წლეულის განმავლობაში შევკრიბოთ, საერთო რაოდენობა მხოლოდ მცირე ნაწილია იმ 100,000-ობით სავარაუდო დაღუპულთან შედარებით, რაც რუსეთმა უკრაინაში გადაიტანა. იგივე ეხება საერთო დანაკარგებსაც, არა მხოლოდ დაღუპულებს. მართლა რიცხვების ანალიზის შემდეგ უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტომ აგენტვა Newsma Telegram-ზე დაწერა. რუსეთის არმიის საერთო დანაკარგები 4 წლის ომის განმავლობაში 5-ჯერ აღემატება საბჭოთა კავშირის საერთო დანაკარგებს. ყველა ომში დიდი სამამულო ომის შემდეგ ეს მაჩვენებელი 17-ჯერ აღემატება საბჭოთა კავშირის დანაკარგებს ავღანეთის ომში და 11-ჯერ მეტია რუსეთის დანაკარგებზე ორივე ჩეჩნეთის ომში. ეს მართლაც ყველაზე სისხლიანი და სასტიკი ბრძოლაა რუსეთისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. და მდგომარეობა მხოლოდ უარესდება. ციფრები აჩვენებს, რომ რუსეთის დანაკარგების ტემპი მხოლოდ გაიზარდა დროთა განმავლობაში. მაგალითად, 2025 წელს რუსეთმა იგივე რაოდენობის სხვერპლი განიცადა და რამდენიც ომის პირველ 3 წელიწადში ჯამში ჰქონდა. 2025 წლის ბოლო თვეში რუსეთმა დაახლოებით 35,000 ჯარისკაცი დაკარგა. ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა. იანვარში კიდევ დაახლოებით 30,000 დანაკარგით. არსებობს ორი მთავარი მიზეზი თუ რატომ მოხდა და კვლავ ხდება ეს. პირველი მიზეზი ერთ სიტყვაშია მოქცეული: ჯიუტობა. მთელი ომის განმავლობაში რუსეთმა აშკარად არ სურდა თავისი დოქტრინებიდან გადახვევა. ის კვლავ და კვლავ იყენებდა იმავე არაეფექტურ ტაქტიკებს, მაშინაც კი როცა ეს სტრატეგიები ბრძოლის ველზე დადებით შედეგს არ იძლეოდა. რუსეთის სარდლები კატეგორიულად უარს ამბობდნენ თავიანთი ხედვის შეცვლაზე. მათ უთვალავი ადამიანი გაუშვეს ხორცაკებში, თითქმის მთლიანად ეყრდნობიან იმას, რასაც უკრაინა ხორცის შეტევის ტაქტიკას უწოდებს, რაც ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ რუსულ შეტევით ჯგუფებს უბრძანებენ შეუტიონ უკრაინულ პოზიციებს, თითქმის ან სრულიად უშუალო ჯავშან ტექნიკის მხარდაჭერის გარეშე, რომელიც მათ დაეხმარებოდა ან დაიცავდა. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ამ შეტევითი ჯგუფების ბევრი ჯარისკაცი ცუდად არის მომზადებული და აღჭურვილი, რაც მათ გადარჩენის კიდევ უფრო ნაკლებ შანსს აძლევს. ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ რუსეთმა ესეთი დიდი დანაკარგები ნახა, რადგან მან ადამიანთა მსხვერპლ შეწირვა ფაქტობრივად თავისი სამხედრო ფილოსოფიის ძირითად საყრდენად აქცია უკრაინაში. კრემლმა მკაფიოდ აჩვენა როგორც მსოფლიოს, ისე საკუთარ არმიას, რომ მას არანაირი პრობლემა არ აქვს მათი სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენებასა და რუსი ჯარისკაცების ცხედრების დაგროვებაზე. თუ ეს არის ის, რაც საჭიროა უკრაინის დასაპყრობად, მიწის თითო პატარა ნაგლეჯის არებით.
ერთი მხრივ რუსეთის ტაქტიკაში გარკვეული დამახინჯებული ლოგიკაც კი ჩანს. რადგან ქვეყანას უკრაინაზე მნიშვნელოვნად დიდი ძალა ჰყავს, თეორიულად უნდა შეეძლოს მტრის გამოფიტვა დროთა განმავლობაში. ამ უხეში ძალის შეტევებით მათი თავდაცვა დაასუსტოს, სანამ საბოლოოდ არ გაარღვევს და გამარჯვებისკენ არ დაიძრება. მეორე მხრივ, ასე არ უნდა იქცეოდეს დიდი სამხედრო ზესახელმწიფო. ქვეყანა, რომელსაც ძლიერი სამხედრო მოაზროვნეები და ტაქტიკოსები ყავს, არასდროს დარჩებოდა ასეთ ტაქტიკაზე, რომელიც უკვე დამტკიცდა, რომ ძალიან არაეფექტურია და უსარგებლოა. იწვევს დიდ დანაკარგებს უმცირესი მიღწევებისთვის. მას უნდა შეეძლოს უფრო სტრატეგიულად აზროვნება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული მრავალი უპირატესობა, რათა შეიმუშაოს გზები უკრაინული თავდაცვითი ხაზების გასარღვევად და მნიშვნელოვანი ტერიტორიების დასაკავებლად. მაგრამ ჩანს, რომ რუსეთი დიდ დროს ძალისხმევას ან ენერგიას არ უთმობს სტრატეგიულ აზროვნებას. მას ურჩევნია როგორც ყოველთვის, ისევ იმავე გეგმას მიყვეს. ჯიუდაც სჯერა, რომ ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდება. აი რატომ? ომის დაწყებიდან წლების შემდეგაც კი კვლავ ხედავთ იგივე ტიპის ისტორიებს. იგივე უაზრო შეტევებს. იგივე საოცარ დისბალანსს დანაკარგებსა და მსხვერპლში ორ მხარეს შორის. მაგალითად, შეხედეთ კუპიანსკს. ქალაქი სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს ხარკოვის რეგიონში. ის ცნობილია როგორც მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი, რომელსაც ძლიერი სატრანსპორტო კავშირები აქვს უკრაინის შიდა ტერიტორიებთან. ამიტომ ის დიდი ხანია რუსული ძალებისთვის მთავარი სამიზნეა და ომის განმავლობაში ქალაქის კონტროლი რამდენჯერმე ერთი მხრიდან მეორეზე გადავიდა. მაგალითად, რუსეთმა ქალაქი ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში დაიკავა, სანამ უკრაინამ კონტროლი არ დაიბრუნა 2022 წლის ხარკოვის კონტრშეტევის დროს. რუსული ძალები ქალაქში 2024 წლის მაისის ბოლოს კვლავ შევიდნენ, მაგრამ მალევე იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ იგი. 2025 წლის ბოლოსთვის ქალაქი კვლავ ნაწილობრივ ოკუპირებული იყო კრემლის ჯარების მიერ. მაგრამ 2025 წლის სექტემბერში უკრაინულმა ძალებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს კონტრშეტევის ოპერაცია, რომლის მიზანიც იყო ქალაქის გაწმენდა დარჩენილი რუსი დივერსანტებისა და სადაზვერვო ჯგუფებისგან. ქვეყნის საუკეთესო მებრძოლებიდან რამდენიმე იქე იქნა გაგზავნილი ამ ტერიტორიაზე, მათ შორის ცნობილი მე-13 კატია ბრიგადის წევრები. ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად ისინი ფარულად გადაადგილდებოდნენ ქალაქის გარშემო მდებარე ტყეებში, შემოდგომის თვეებში, სანამ საბოლოოდ აშევიდნენ კუპიანსკში და არ აღმართეს თავიანთი ეროვნული დროშა ქალაქის საბჭოს შენობის ნანგრევებზე. კიევის ჯარები საოცრად ეფექტურები იყვნენ. ბრიტანეთის სამხედროებთან გაზიარებული სადაზვერვო შეფასების მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა კუპიანსკის დაბრუნების ბრძოლაში 27-ჯერ მეტი რუსი მოკლეს, ვიდრე თავად დაკარგეს. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მონაცემები არ გამოქვეყნებულა, მიიჩნევა, რომ წინსვლაში მყოფმა უკრაინელებმა დაახლოებით 200 რუსი ჯარისკაცი ალყაში მოაქციეს და 2025 წლის განმავლობაში ამ რეგიონში კიდევ 1000-ობით რუსი დაჭრეს ან მოკლეს. ზუსტი სტატისტიკის მიუხედავად, 27 ერთთან მოკლის თანაფარდობა წარმოუდგენელია. ეს აჩვენებს, რამდენად ძლიერ გადაიხარა სასწორი უკრაინის სასარგებლოდ და რამდენად მძიმე დანაკარგებს განიცდის რუსეთი თავისი უაზრო და პირდაპირ სულელური ტაქტიკის გამო. ეს ერთჯერადი შემთხვევა არ არის. სტატისტიკა და სამხედრო ანგარიშები აჩვენებს, რომ უკრაინა მუდმივად სჯობნის რუსეთს ფრონტის ხაზის 100-ობით მილზე, რომელიც ამ ორ ძალას სხობს. ზოგიერთ სტრატეგიულ ადგილას მოკლის თანაფარდობა 1/20-მდე ან თუნდაც 1/25-მდე გაიზარდა, მაშინ როცა საერთო საშუალო დაახლოებით 1/6 ან 1/7-ია, რაც წყაროს მიხედვით მცირედით იცვლება. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც უფრო კონკურენტულ უბნებში უკრაინის ძალები მაინც ანადგურებენ მაქსიმუმ 7 რუს ჯარისკაცს თითოეული საკუთარი დაუპულის სანაცვლოდ. ეხლა სანამ განვიხილავთ, რატომ არის ეს რიცხვები სრულიად არამდგრადი და რა არის მათი კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა სწორედ ამის დროა. რუსეთის ტაქტიკური არაკომპეტენტურობა მხოლოდ ამბის ნახევარს ხსნის მისი კატასტროფული დანაკარგების შესახებ. უკრაინაც იმსახურებს დიდ აღიარებას, რადგან მაშინ, როცა რუსეთის მთელი კამპანია დაფუძნებულია ჯიუტ დამოკიდებულებებსა და ერთსა და იმავე არაეფექტურ სტრატეგიებზე, უკრაინის თავდაცვითი ძალისხმევა სრულიად განსხვავებული ისტორია. ომის პირველი დღიდან კიევის ძალებმა დაამტკიცეს, რომ იციან, როგორ დანერგონ სიახლეები. ისინი არ უშინდებიან ჩახშოებს გასცნენ, ცვლილებები შეიტანონ და თავიანთი სტრატეგიები მოარგონ კონფლიქტის ცვალებადი პირობების შესაბამისად. უკრაინა არასოდეს ჩერდება ერთსა და იმავე ტაქტიკაზე დიდხანს. ყოველთვის ეძებს ახალ გზებს, მტრის გასაკვირად და მოულოდნელად დასარტყმელად. მისი ომი დაფუძნებულია ადაპტაციის უნარზე და ამ მიდგომამ არაერთხელ მოუტანა წარმატება. სინამდვილეში ბევრ შემთხვევაში სწორედ უკრაინის უნარია გამოიგონოს ჭკვიანური სტრატეგიები. რის გამოც ქვეყანა დღესაც ამ ომშია და ასეთ წარმატებით იცავს თავის ტერიტორიებს. უშლის რუსეთს წინსვლასა და მიზნების მიღწევაში.
მაგალითად შეგვიძლია ვნახოთ, რამდენად კარგად მოერგო უკრაინა დრონულ ომს, რაც მისი საოცარი ინოვაციური უნარის ნათელი მაგალითია. როდესაც რუსეთმა დაიწყო დრონების გამოყენება უკრაინული ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების დასაბომბად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და უდანაშაულო ადამიანების დახოცვა კიევს შეეძლო დანებებულიყო ან გატეხილიყო. ამის ნაცვლად მან მოერგო და განვითარდა. მან დაიწყო საკუთარი დრონების არმიის განვითარება. ქვეყნის მასშტაბით ათეულობით თავდაცვის კომპანიასთან ერთად შექმნა უპილოტო საჰაერო და ზედაპირული აპარატების მრავალფეროვანი არსენალი, რათა რუსეთს პასუხი გაეცა. ის დრონების ტექნოლოგიაში მსოფლიო ლიდერი გახდა, ორგანიზება გაუწია ისეთ შეტევებს, როგორიცაა ლეგენდარული ოპერაცია ობობის ქსელი, დარტყმები რუსეთის ავიაბაზებზე 2025 წლის ზაფხულში. და კიდევ უამრავი წარმატებული შეტევა მტრის საწვავის საცავებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საწარმოებზე, საბრძოლო მასალის საწყობებზე და სხვა მაღალი ღირებულების ობიექტებზე. უკრაინის ძალებმა ასევე მოძებნეს გზები, რომ ფრონტის ხაზის სიგრძეზე და სიგანეზე საკუთარი დრონები გამოეყენებინათ. მთელ ტერიტორიებს ნამდვილ სასიკვდილო მახეთ აქცევდნენ ყველა იმ რუსული შეტევითი ჯგუფისთვის, რომელიც გაბედავდა იქ შესვლას. ამის შედეგად ომის მიმდინარეობისას უკრაინულმა დრონებას სულ უფრო მეტი რუსი სამხედრო გაანადგურეს. მაგალითად, 2025 წლის ოქტომბერში 24600-ის შემდეგ თვეში 26100, ხოლო კიდევ ერთი თვის შემდეგ უკვე განსაცვიფრებელი 33000. და დრონები ერთადერთი გზა არ არის, რითაც უკრაინა ამცირებს რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობას. ქვეყნის შეიარარებულმა ძალებმა ასევე შეიმუშავეს სხვა ეფექტური ფრონტული ტაქტიკები, მაგალითად, გამოტყუებისა და გამოფიტვის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს რუსული შეტევითი ჯგუფების წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტებზე მოტყუებით მიყვანას. თავდაცვით პოზიციებზე თითქოს გაქცევას, მტრის მოტყუებას და მისთვის ცრუ უსაფრთხოების შეგრძნების შექმნას, რის შემდეგაც ზემოდან артиლერიით, დრონებითა და ბარაჟირებადი საბრძოლო მასალებით ცეცხლს უშენენ. ასეთი ტაქტიკებით უკრაინა არა მხოლოდ ძლიერ დარტყმას აყენებს რუსეთის არმიის სიღრმეში არსებული ძალების პოტენციალს, არამედ ხელს უშლის კრემლის საომარ მანქანას, რომ ბევრ მნიშვნელოვან უბანშიც კი ვერ შეძლოს წინსვლა. მართალია დიაგრამები აჩვენებს, რომ რუსეთი წინსვლის ყველაზე ნელი ტემპებით მიიწევს მთელი თავისი სამხედრო ისტორიის განმავლობაში. მხოლოდ უმცირეს ტერიტორიებს იძენს ისეთ ადგილებში, როგორიცაა კუბიანცი, ჩასიფიარი და პოკროვსკი. ამ პროცესში კი ათასობით ჯარისკაცს კარგავს. და აქედან მოყოლებული პუტინის ძალებისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. დარდლელ უკრაინა არ აპირებს მხოლოდ ამჟამინდელი მაჩვენებლებით დაკმაყოფილებას. ის კიდევ უფრო შორს მინდის. კიევმა თავის არმიას მიზნად დაუსახა, რომ რუსული დანაკარგები თვეში დაახლოებით 50-დან 60,000 ჯარისკაცამდე გაზარდოს. თუ ეს მოხდება, რუსეთს დაბრუნების გზა აღარ ექნება და ქვეყნისთვის დამარცხების აღიარება და საბოლოოდ უკრაინის მიწიდან გასვლა უფრო და უფრო რეალური გახდება. აი რატო? ომის პირველ რამდენიმე წელს მოსკოვის თვალსაზრისით არ ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ ქვეყანამ ასეთი მძიმე დანაკარგები განიცადა. მაშინაც კი როცა უკრაინას შეეძლო თვეში 15,000, 20 ან თუნდაც 30,000 რუსი ჯარისკაცი გაინადგურებინა, რუსეთს ყოველთვის შეეძლო ამ დანაკარგების ანაზღაურება. ამისთვის მას რამდენიმე მეთოდი ჰქონდა. ახალ რეკრუტებს სთავაზობდა დიდ ფინანსურ წახალისებას. მიზანში იღებდა ღარიბი რეგიონების მოსახლეობას და ფირდებოდა, რომ მათი ოჯახები დიდად დაჯილდოვდებოდნენ, თუ ისინი კონტრაქტს გააფორმებდნენ და იბრძოლებდნენ. რუსი რეკრუტერები ასევე ზეწოლას ახდენდნენ ეთნიკურ უმცირესობებზე, მაგალითად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ჩამოსულ იმიგრანტებზე. ზოგჯერ კი მათ დეპორტაციით ან პატიმრობითაც კი ემუქრებოდნენ, თუ ბრძოლაზე უარს იტყოდნენ. ქვეყანამ მსჯავრდებულებსაც კი შესთავაზა, მათ შორის მკვლელებსა და გამაუპატიურებლებს, შესაძლებლობა შეემოკლებინათ სარჩელის ვადა, თუ უკრაინაში ბრძოლაზე დათანხმდებოდნენ. ამ ტაქტიკის წყალობით რუსეთი მუდმივად ახერხებდა რეკრუტირების გეგმების შესრულებას და ხშირად გადაჭარბებასაც კი. ეს კი უკრაინისთვის ცხოვრებას ბევრად ართულებდა. რადგან მაშინაც კი როცა მისი არმია მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდა ბრძოლის ველზე, ანადგურებდა ათეულობით რუს ჯარისკაცს და იბრუნებდა დაკარგულ ტერიტორიებს. სულ უფრო მეტი მტრის შეტევითი რაზმი ჩამოდიოდა, რათა ჩაენაცვლებინა დაკარგულები. როგორც რაღაც დაუმარცხებელი ვიდეო თამაშის არმია. რუსეთს თითქოს უსასრულო რაოდენობის ჯარისკაცი ყავდა. არასდროს აკლდებოდა ახალი ძალები და მუდმივად ინარჩუნებდა ზეწოლას მთელ ფრონტზე. მაგრამ არც ერთი არმია არ არის უსასრულო. თუნდაც ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიცაა რუსეთი, რომლის მოსახლეობა 140 მილიონს აჭარბებს, არ ფლობს უსასრულო რაოდენობის ჯარისკაცებს, რომლებსაც გამოიძახებს. და საბოლოოდ, უკრაინის ძალისხმევა კრემლისთვის უკვე მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა. მაგალითად, 2026 წლის იანვარში, ჩანაწერების მიხედვით, რუსეთმა 9000-ით მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე შეძლო ახალი რეკრუტების მიღება. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის ჯონ ჰეილის თქმით, ეს არც ერთჯერადი შემთხვევაა. ეს უკვე ტენდენციად იქცა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც რუსეთის არმია სტაბილურად უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე ახერხებს მათი ჩანაცვლებისთვის ახალი ძალების მოზიდვას. და მიზეზის დანახვა რთული არ არის. ომის დაწვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც რეალურად მზად არის უკრაინაში იბრძოლოს, მნიშვნელოვნად შემცირდა.
და უმეტესობა მათგანი, ვისაც სურდა გაწევრიანება, უკვე გაწევრიანებულია. ეხლა, მაშინაც კი როცა რეკრუტიორები ახალწვეულებს დიდ რუბლურ ჯილდოებს სთავაზობენ, რუსეთში დარჩენილი ჯამთელი ადამიანები მაინც დიდად არ არიან განსაკუთრებით დაინტერესებული ჩაერთონ მისიაში, რომელსაც თვითონ თვითმკვლელობის მისიად მიიჩნევ. სინამდვილეში ანგარიშები აჩვენებს, რომ ყოველი 25 რუსი მამაკაციდან ერთი ან მოკლულია, ან დასახიჩრებულია კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რის გამოც სულ უფრო ნაკლები რჩება მათგან, ვინც მზად და უნარიანია მათი ჩანაცვლებისთვის. მორალიც მკვეთრად დაეცა, რადგან რუსები ბრმები არ არიან. როდესაც ომი დაიწყო, მათ შეიძლება დაეჯერებინათ კრემლის მტკიცებები, რომ ეს ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია აუცილებელი იყო და ყველაფერი რამდენიმე კვირაში დასრულდებოდა. მაგრამ წლების გასვლასთან ერთად მთავრობისადმი ნდობის დონე მკვეთრად დაეცა. უთვალავი რუსული ოჯახი იძულებული გახდა დაეტირათ საყვარელი ადამიანების დაკარგვა, ან ენახათ, როგორ ბრუნდებოდნენ მამები, ძმები და შვილები სახლში, სიცოცხლისთვის, დამანგრეველი ტრავმებითა და ნგრეული ფსიქიკით. ეს რუსეთს კიდევ უფრო გაურთულებს რეკრუტირების მიზნების მიღწევას. და თუნდაც სასწაულებრივად მოახერხოს ეს, შესაძლოა ეს მიზნები საკმარისად მაღალი არ იყოს. თუ უკრაინა შეძლებს კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი მოქმედებები და დაიწყებს ყოველთვიურად 40,000 ან 50,000 ან კიდევ უფრო მეტი რუსის განადგურებას, რადგან დაახლოებით 60%-ის ან მეტის მოკლას და დანარჩენების დაჭრას, რუსეთს არ ექნება არანაირი შანსი შეინარჩუნოს თავისი არმია. მისი რაოდენობა საბოლოოდ დაიწყებს შემცირებას. მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ფრონტის ხაზებზე შეტევითი ოპერაციები შენელდება. ქვეყნის სარდლებს მოუწევთ ზოგიერთი შეტევითი ოპერაციის მიტოვება, რათა სხვებს მიანიჭონ პრიორიტეტი. შეტევითი ჯგუფები უფრო მცირე და სუსტი გახდებიან, რადგან ახალ რეკრუტებს კიდევ უფრო ნაკლები მომზადება და სამხედრო გამოცდილება ექნებათ, ვიდრე მათ წინამორბედებს. მორალი რეკორდული ტემპით გააგზელებს ვარდნას და სულ უფრო მეტი ჯარისკაცი უფრო მეტად იქნება მიდრეკილი ან დეზერტირობისკენ, ან თეთრი დროშის აფრიალებისა და მტრის ჩაბარებისკენ, პირველივე შესაძლებლობისთანავე. და ეს ყველაფერი ერთ ნათელ დასკვნამდე მიდის. რუსეთს ნულოვანი შანსი ექნება უკრაინაში რაიმე სახის გამარჯვების მიღწევაზე. თუნდაც ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაეხნოს დაქირავებულ მებრძოლებს და სცადოს ჯარისკაცების დაქირავება ისეთ ადგილებში, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, ინდოეთი, პაკისტანი, ნეპალი და აფრიკა, როგორც ამას უკვე აკეთებს, მას მაინც შეუძლებელი იქნება საკმარისი რაოდენობის ასეთი ადამიანების პოვნა. ფაქტობრივად სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთმა სხვადასხვა ქვეყნიდან ჯამში დაახლოებით 17,000 ასეთი დაქირავებული მებრძოლის მოზიდვა შეძლო, რაც თლივს ეყოფა უკრაინაში ნახევარი თვის დანაკარგების შესავსებად. ამიტომ მაშინ როცა პუტინი და მისი მლიქვნელი სარდლები აგრძელებენ ყალბი განცხადებების გაკეთებას ძვირფასი მიწების დაპყრობისა და გამარჯვებისკენ სვლის შესახებ, რეალობა სრულიად განსხვავებულია. ქვეყანა არა მხოლოდ ვერ აღწევს წარმატებებს გონივრულ ტემპში, არამედ უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს ვიდრე ოდესმე და სულ უფრო უჭირს ამ დანაკარგების დაფარვა. ვლადიმირ პუტინი შეშინებულია. რუსეთის პრეზიდენტი ამას არასდროს აღიარებს. ის არასდროს გამოვა საჯაროდ და არაჩვენებს თავის შიშს მსოფლიოს, მაგრამ სწორედ ეს არის მთავარი. პუტინი მოულოდნელად მთლიანად გაუჩინარდა კრემლიდან. და ამის მიზეზი ისაა, რომ რაღაცა მისე ძლიერ შეაშინა, რომ მიწის ქვეშეთში დაიმალა, რათა თავიდან აიცილოს ეს. კრემლიც კი აღარ არის უსაფრთხო პარანოიდი პუტინისთვის, რადგან რუსეთის სასოწარკვეთილი ლიდერი ცდილობს დაიცვას ერთადერთი რამ, რაც მისთვის ამ სამყაროში ნამდვილად მნიშვნელოვანია, საკუთარი სიცოცხლე. დიდი ხანია, რაც პუტინი ბოლოს კრემლში ნახეს. RBC უკრაინის ინფორმაციით 9 მარტი იყო ბოლო დღე, როცა რუსეთის პრეზიდენტის რაიმე კვალი საჯარო მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გამოჩნდა. არ არის ისე თითქოს პუტინს ადრე არ ქონია შესვენებები კრემლიდან, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი არყოფნაა იმ ადგილიდან, რომელიც რუსეთის ძალაუფლების ცენტრად ითვლება, რაც კი ოდესმე გვინახავს. და ეს ხდება სწორედ მაშინ, როცა რუსეთი იწყებს გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევას, რომელიც საბოლოოდ უნდა დაეხმაროს პუტინს, რომ მიაღწიოს ყველაფერს, რაც მას სურს, დაპირისპირებულ დონბასში. თუ არ გავითვალისწინებთ ამ შეტევის სავარაუდო წარუმატებლობას, ფაქტი, რომ პუტინი თითქოს ჰაერში აორთქლდა ასეთ კრიტიკულ მომენტში, გვიჩვენებს, რომ რაღაც ძალიან არასწორად მიდის რუსეთის პრეზიდენტის პარანოიდულ გონებაში. და მტკიცებულებები იზრდება, რომ ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება შორს იყოს საზოგადოების თვალთახედვიდან. მოდით ცოტა ხნით ბოლო საჯარო გამოჩენაზე ვისაუბროთ. 9 მარტს პუტინმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელიც გლობალურ ნავთობისა და გაზის ბაზრებს ეხებოდა. ორივე მათგანი კი ირანში ოპერაცია ეპიკური ვისხვის შედეგად თავდაყირა დადგა. მას შემდეგ, როგორც ჩანს, პუტინი შეხვედრებში დისტანციურად მონაწილეობს. მაგალითად, 18 მარტს, როდესაც მან ონლაინ შეხვედრა გამართა რუსეთის მთავრობასთან, რომელიც როგორც ამბობენ, მოსკოვში, მის ნოვოგარიოვის რეზიდენციაში ჩატარდა. მაგრამ ამ შეხვედრის ლეგიტიმურობაც კი სადავოა, რადგან გავრცელებულია ხმები, რომ მისი გამოჩენა წინასწარ ჩაწერილი ან წინასწარ მომზადებული ვიდეო იყო. არსებობს გარკვეული ნიშნები, რომ რუსეთის ლიდერი თავის ადგილსამყოფელს აყალბებს, თუნდაც ამ ონლაინ შეხვედრებში. ოფისური ხრიკები პუტინისთვის ახალი ნამდვილად არ არის. როგორც რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლება, ანუ RFERL იუწყება, ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მალავს თავის ადგილსამყოფელს. როგორ? სხვადასხვა ადგილას თითქმის 3 იდენტური ოფისის მოწყობით, რათა არავის ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, სად იმყოფება ის.
ან ყოველ შემთხვევაში ამას აკეთებდა პუტინი. მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, დაახლოებით 160 დღის განმავლობაში კრემლმა არ გამოუშვა არც ერთი ვიდეო ან ფოტო, სადაც პუტინი ამ ოფისებში იმყოფება. რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ რუსეთის ლიდერს ეშინია. მისი ეშმაკური გეგმა, რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო, უკვე გამოაშკარავდა. და ვიზუალური ნიშნები, რომლებმაც პირველად გაამხილა ყველაფერი. ან შეცვლილია, ან პუტინმა ახალი მიწისქვეშა ბუნკერები და ოფისები იპოვა, საიდანაც მუშაობს. ასე რომ პუტინი უკვე დამალვაში იყო, კრემლიდან მისი ბოლო გაუჩინარებამდეც კი, მაგრამ აქ ყველაფერი კიდევ უფრო უცნაური ხდება. 4 მარტს, სწორედ მანამდე, სანამ პუტინი თავის კრემლის მოვალეობებს, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი შვებულებით დატოვებდა, RFRL-მა გამოაკვირტნა საინტერესო ანგარიში, რომელიც როგორც ჩანს ამტკიცებს, რომ პუტინის ბევრი გამოჩენა წინასწარ იწერება და შემდეგ ისე აჩვენებენ, თითქოს იმ დღეს მოხდა. და რა გასცა ამჯერად ყველაფერი? მცენარეებმა. გამოცემა წერს, რომ 2 და 3 მარტს პუტინის მსახურებმა გამოაკვაკნეს ვიდეოები, სადაც თითქოს ის შეხვედრებს მართავდა ოფიციალურ პირებთან, მათ შორის რუსეთის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელთან და რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ამურის რეგიონის გუბერნატორთან. ეს შეხვედრები გაშუქდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში კადრებთან ერთად და სწორედ აქ შეიცვალა ყველაფერი. RFRL-ის ინფორმაციით, ჩინური მარადმწვანე მცენარე, რომელიც ჩანს მარტის ამ კადრების ფონზე, მიუთითებს, რომ პუტინის მიერ ოფისში შეხვედრებისთვის გადაღებული მასალა რეალურად 9 თებერვლიდან 17 თებერვლამდე მოხდა და არა მარტის დასაწყისში. RFRL-ის ინფორმაციით, ეს მცენარეები თებერვლის დასაწყისისთვის უკვე ელპობას იწყებდნენ. როგორც კადრებიდან ჩანს, რომლებიც კრემლმა თებერვალში გამოაკვერნა, ოფიციალურმა პირებმა აშკარად შეცვალეს ეს ძველი მცენარეები ახალით. თუმცა როგორც ჩანს, მარტის შეხვედრები, რომელთაც ახლახან ვახსენეთ, აშკარად აჩვენებს, რომ ძველი მცენარეები ისევ ადგილზეა. ვიღაცამ პუტინის გარემოცვაში შეცდომა დაუშვა. და ამით მათ გამოავლინეს, რომ რუსეთის ლიდერი ირებს კადრებს, სადაც შეხვედრებში მონაწილეობს, პირდაპირ რამდენიმე კვირით ადრე, სანამ რუსეთი ამ შეხვედრების ჩატარებას დაადასტურებს. ასე რომ კალბი ოფისები, მიტოვებული ოფისები, შეხვებული ოფისები შეხვედრების დროის ყველანაირი არეულობა და ახლა სრული გაუჩინარება კრემლიდან. ეს არ არის ლიდერის ქმედებები, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებულია. ლიდერი, რომელმაც ასე დიდხანს წარმოაჩინა თავი როგორც დაუმარცხებელი ძლიერი ფიგურა რუსეთის პოლიტიკაში, რაც მისი ძალაუფლების საფუძველი იყო 200 წლეულის განმავლობაში. და სულ ჩაბარდა ის დრეები, როცა ვლადიმირ პუტინი პოზირებდა საგულდაგულოდ დადგმულ ფოტოებში, სადაც ის ასრულებდა მამაკაცურ საქმეებს. მაგალითად, ვარჯიშობდა, წყალქვეშა აპარატში ჩადიოდა, ან პარაპლანით დაფრინავდა. მათ ნაცვლად ხედავთ ვლადიმირ პუტინის ვერსიას, რომელიც ძალიან ცდილობს გაქრეს, ყველაფერს დაემალოს. ძლიერი კაცი გადაიქცა რუსეთის სუსტ და შეშინებულ პატარა კაცად და ამ ფაქტს ვეღარ დაემალება, რამდენ ხრიგსაც არ უნდა მიმართოს. რუსეთის ლიდერი მიწისქვეშეთში იმალება. და ამის მიზეზი ისაა, რომ ბოლო რამდენიმე თვეში რუსეთში რამდენიმე რამ შეიცვალა. ან შეიძლება ითქვას, რომ ირანში რაღაც საკმაოდ სერიოზული მოხდა, რამაც პუტინი იმდენად შეაშინა, რომ დამალვა მოუწია. როცა აშშ-მ დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა, თვით პუტინსაც კი არ ჰქონდა წარმოდგენა, რამდენად დამანგრეველი იქნებოდა ეს ოპერაცია ირანისთვის. როდესაც სამხედრო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ცეცხლში გაეხვა ოპერაციის პირველივე დღეს, რომელიც უკვე თითქმის 1 თვე აგრძელდება, ერთი კონკრეტული დანაკარგი იყო, რომელმაც პუტინს ზურგში ცივი ჟრუანტელი გაუშვა. და ეს სწორედ პირველივე დღეს მოხდა. ირანის უმაღლესი ლიდერი ალი ხამენეი მოკლეს. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ზუსტად ისე როგორც ახლა პუტინი აკეთებს, ყველაფერი სცადა, რომ მტრების სამიზნეში არ მოხვედრილიყო. მაგრამ ის მაინც გაანეიტრალეს ზუსტად დაგეგმილი ოპერაციით, რომლის განხორციელებასაც როგორც გარდიანი იუწყება, აშშ-სა და ისრაელს სულ 60 წამი დასჭირდა. CIA-მ და სხვა ამერიკულმა სადაზვერო სამსახურებმა 6 თვე ხამენეიზე ინფორმაციის შეგროვებას მოანდომეს, საბედისწერო 28 თებერვლის დარტყმამდე. და შემდეგ სწორედ ასე ბუნკერების გამანადგურებელი ბომბები ჩამოაგდეს, რომლებიც პისიერად შეიჭრნენ ხამენეის სამალავში. მოკლეს ის და დაახლოებით 80 სხვა ირანელი სამხედრო მეთაური. ხამენეის თავდასხმა არ შეუმჩნევია და არასდროს ჯეროდა, რომ ამერიკა შეძლებდა მასზე დარტყმას. ხამენეი შეცდა და პუტინი ყურადღებით აკვირდებოდა ყველაფერს. არ არის დამთხოვა, რომ პუტინის კრემლიდან გაუჩინარება და მისი ოფისის უცნაური ქცევები ზუსტ დაემთხვა ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ პირველ დღეებს. პუტინი უყურებდა, როგორ განახორციელა აშშ-მ, რომელიც ისტორიულად რუსეთის მტერია, ისეთი სასიკვდილო და ეფექტური ოპერაცია, რომ მას უნებლიეთ დაებადა აზრი, იგივე ნებისმიერ დროს მასაც შეეძლოთ გაუკეთა. როგორც ჩანს, პუტინმა დაასკვნა, რომ კრემლში საჯარო ციარული მხოლოდ მის მტრებს მის პოვნას გაუადვილებდა. და როცა გავრცელდა ინფორმაცია თუ როგორ აშშ-მ და ისრაელმა ირანში თავიანთ სამიზნეს მიაგნეს, პუტინის პარანოია კიდევ უფრო გაღრმავდა. Financial Times-ის ინფორმაციით, ახლა მიიჩნევა, რომ აშშ-ში მოახერხა ხომენეის ადგილმდებარეობის დადგენა თეირანში, ირანის დედაქალაქში, სატრანსპორტო კამერების გატეხვის გზით, რაც გრძელვადიანი მეთვალყურეობის ოპერაციის ნაწილი იყო. შეგიძლიათ წარმოიდგინო, რა უნდა გაევლო პუტინის გონებაში ამ მომენტში. ზუსტად იმ ტიპის მოთხოვილობები, რომლებზეც მას უნდა შეეძლოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის იმედი, შეიძლება მთელი ამ დროის განმავლობაში მას აკვირდებოდნენ, ზუსტად ისე, როგორც ხომენეის აკვირდებოდნენ. ზუსტად ასე, კამერებისადმი უნდობლობა უნდა ჩამოყალიბებულიყო. ეს იმ ვიდეოებს სულ სხვა კუთხით გვანახებს, რომლებზეც ადრე ვსაუბრობდით. პუტინს არ უნდა, რომ პირდაპირ ეთერში გაასაჯაროოს თავისი ადგილმდებარეობა, როცა კრემლის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს ატარებს. აი ამიტომ იყენებს ის ჩანაწერებს.
და მას ნამდვილად არ უნდა რომ პირადად ნახონ, რადგან არასოდეს იცის ვინ შეიძლება აკვირდებოდეს და მის მტრებს ატყობინებდეს. იქნებიან ისინი თავად კრემლში თუ სხვაგან. პუტინის პარანოიამ საბოლოოდ თავისი გაიტანა. და კიდევ ერთხელ, იყო ნიშნები რომ ეს მოხდებოდა, როგორც კი აშშ-მ დაამტკიცა რომ შეეძლო ისეთი ადამიანის განადგურება, როგორც ხომენი არის ხომენია. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, სწრაფად შეგახსენებთ რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. თუ მოგწონთ ის, რასაც უყურებთ, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ არც ერთი ვიდეო. კამერები ერთადერთი ტექნოლოგია სულაც არ არის, რომლისგანაც პუტინი თავს არიდებს. ამ ტექნოფობიის ნიშნები აშკარად ჩანდა უკრაინაში შეჭრის თავიდანვე. 2022 წლის ბოლოს South China Morning Post-მა გამოაქვეყნა საინტერესო ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ პუტინი კატეგორიულად უარს ამბობს ინტერნეტის გამოყენებაზე და მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია მხოლოდ ბეჭდური დოკუმენტების სახით მიეწოდება. ამავე ანგარიშის მიხედვით რუსეთის პრეზიდენტი smartphone-საც კი არ იყენებს. ასევე აღნიშნულია, რომ ამ მტკიცებებს როგორც რუსი, ასევე ამერიკელი ოფიციალური პირები ადასტურებენ. Business Insider-იც ადასტურებს ამ ინფორმაციას ყოფილი რუსი დაზვერვის ოფიცრის მეშვეობით, რომელიც მას შემდეგ მხარეს გადაუდგა. 2023 წლის აპრილში გლებ კარაკულოვმა ყველაფერი განმარტა და აღნიშნა: ჩემს სამსახურში გატარებულ ყველა წელიწადში ერთხელაც არ მინახავს, რომ მას მობილური ტელეფონი ქონოდა და ამატა მან. ის არ იყენებს ინტერნეტს და მობილურ ტელეფონს. ინფორმაციას მხოლოდ თავისი უახლოესი წრიდან იღებს, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობს. უეცრად ვიწყებთ იმის დანახვას, რატომ განიცდის რუსეთი ასეთ მძიმე მართლს უკრაინაში. კაცი, რომელიც ინფორმაციის ხელმძღვანელი უნდა იყოს, არ იყენებს იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც სჭირდება, რათა მიიღოს დროზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მოახდინოს რეაგირება ფრონტზე მუდმივ ცვლილებებზე. პუტინის მოთხოვნა ფიზიკურ დოკუმენტებზე ნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელიც მას მყისიერად უნძიერად უნდა მიეღო, საათობით ან შესაძლოა დღეებით იგვიანებს. პუტინის პარანოია აზიანებს იმ მარიონეტებს, რომლებიც მან უკრაინაში გაგზავნა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს აზიანებს მის უნარს, იყოს ძლიერი პრეზიდენტი, რადგან თავი წლების განმავლობაში გამოხავდა. ეს ასევე ის ადამიანია, რომელსაც გერმანელები აშინებს, მას ეშინია მოწამლის. პუტინს ურჩევნია საერთოდ არ იფრინოს თვითფრინავით, რადგან ეშინია, რომ მას მაშინ ააფეთქებენ, როცა შიგნით იქნება. შეიძლება იცნობდეთ ამგვარ ტაქტიკებს, რადგან სწორედ ასეთებს იყენებს პუტინი თავის მტრებთან მიმართებაში. შესაძლოა პუტინი კარმაში სჯერა, რაც გააკეთე, ის დაგიბრუნდება და მას არ უნდა რომ სადმე ახლოს იყოს, როცა მის წინააღმდეგ იმავე ტაქტიკებს გამოიყენებენ, რასაც თავად და რუსეთი მუდმივად იყენებენ. აქ უკვე ვხედავთ კაცის ისტორიას, რომელიც იმდენად მოიცვა საკუთარმა შიშმა, რომ თავი პარალიზებული გახადა. არც ინტერნეტი, არც კამერები, არც კრემლი. და ხომეინის ლიკვიდაციის შემდეგ ვლადიმერ პუტინიც აცნობიერებს, რომ რამდენიც არ უნდა ეცადოს, ვერ გაექცევა იმას, რასაც სულ უფრო მეტად თვლის, რომ შეიძლება მასაც დაემუქროს. არა მხოლოდ ხომეინის ბედი გახდა მიზეზი, რომ პუტინი კრემლში აღარ ჩნდება. საქმე იმაშია, რომ ირანის ლიდერის ლიკვიდაცია ბოლო ნიშანია იმისა, რომ აშშ-ში აღარ თამაშობს იმავე წესებით, როგორითაც 10 წლეულების განმავლობაში თამაშობდა. საბოლოოდ ოპერაცია ეპიკური რისხვის დათვებამდე, სულ რამდენიმე თვით ადრე, აშშ-მ ელიტარული ოპერატორები ვენესუელაში გაგზავნა, რათა დაეპატიმრებინათ ყოფილი პრეზიდენტი და ბევრი საზრით დიქტატორი ნიკოლას მადურო. პუტინისთვისაც ნათელია, რომ როგორც მადურო, ისე ხომენე მოსკოვის მოკავშირეები იყვნენ. და მაინც აშშ-მ შეძლო ორივე მათგანის ჩამოგდება სულ რაღაც 2 დღეზე ნაკლებ დროში. კიდევ ერთხელ ეს საოცარი ეფექტურობაა, მაგრამ ამ ყველაფრის ასე განვითარება არ უნდა ხდებოდეს. პუტინი ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის მიჩვეულია წესების დარღვევას. როცა მას სხვა ქვეყანაში რაღაცის გაკეთება სჭირდებოდა, ამას ახერხებდა და თან ისე, რომ საკმარისი საფუძველი ქონოდა უარყოფისთვის. თითქოს მასთან კავშირი არ ქონდა. მაგრამ ახლა მას უწევს უყუროს, როგორ ანადგურებს აშშ-ში ღიად ლიდერებს, რომლებიც მასთან ბევრ მსგავსებას იზიარებენ. ესენი არიან დესპოტები და დიქტატორები, რომლებიც აშშ-ს ხელში ეცემიან და ორივე ეს წოდება პუტინსაც ისევე შეიძლება მიენიჭოს, როგორც ხომეინისა და მადუროს. შეიძლება ის იყოს შემდეგი. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ახლა პუტინის გონებაში ტრიალებს. და შესაძლოა ეს იყოს ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც ის მიწისქვეშეთში წავიდა. ის სურს თვალთახედვის მიღმა იყოს, რადგან იწყებს იმის შეგრძნებას, რომ მართავს მყიფე რეჟიმს, რომელიც ადვილად შეიძლება გახდეს სამიზნე იმ ქვეყნისთვის, რომელმაც მხოლოდ 2026 წელს ორჯერ დაამტკიცა, რომ დესპოტების ჩამოშორების უნარი აქვს. პუტინის პარანოია მხოლოდ მის გონებაში არ არის ჩაკეტილი. ეს მხოლოდ მისი ქმედებები ყალბ-ოფისებში და უმოქმედობა კრემლში არ არის, რაც ყველაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ სად იმყოფა პუტინი ამჟამად. პუტინისთვის ნამდვილი პრობლემა ესაა. ის იმდენად ცდილობს, რომ ყველაზე სუსტ მომენტებში ძლიერად გამოჩნდეს, რომ რუს ხალხს ზიანს აყენებს. ჩვენ ადრე გითხარით, რომ პუტინი იმდენად საშინლად ეშინია ინტერნეტით თვალთვალის, რომ უბრალოდ უარს ამბობს მის გამოყენებაზე, ან ნებისმიერ smartphone-ზე, რომელიც მასთან დაკავშირებას შეძლებს. მაგრამ სულ მცირე ამ მომენტამდე ის აღიარებდა, რომ ინტერნეტი სასარგებლო ინსტრუმენტი იყო რუსეთის ხალხისა და მისი სამხედროებისთვის. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ახლა გაქრა, როგორც პუტინის მრავალი ყოფილი მტერი, რადგან რუსეთის პრეზიდენტი მთელ რუსეთში ინტერნეტზე კონტროლის გამკაცრებას ხელმძღვანელობს. სრული ინტერნეტ გათიშვები მთელ ქვეყანაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ციფრული ცენზურა რუსეთისთვის ახალი არაფერია, მაგრამ მასშტაბური ინტერნეტისა და მობილური მომსახურების გათიშვები, რომლებიც მოსკოვამდეც კი აღწევს, ნამდვილად ახალია.
ეს გათიშვები ემყარება იმ შერჩევით გათიშვებს, რომელსაც რუსეთი თვეების განმავლობაში იყენებდა და ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ეს უკრაინის დრონების წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკაა. თუმცა სინამდვილეში უფრო ჰგავს მცდელობას ჩაახშოს ნებისმიერი დისკუსია, რომელიც დრონების მიზანში მოხვედრის შემდეგ იწყება. CNN-ის ცნობით ამ გათიშვებთან დაკავშირებით სპეკულაციები ფართოდ გავრცელებულია. ზოგი ამტკიცებს, რომ ეს ხდება იმისთვის, რომ პუტინის მოსალოდნელი მობილიზაციის წინააღმდეგ რუსეთის მოსახლეობის საპროტესტო მცდელობებს წინასწარ შეუშალონ ხელი. კიდევ ერთხელ რუსეთის ლიდერი ცდილობს დაიცვას თავი იმისგან, რასაც ფიქრობს, რომ შეიძლება ავნოს მას. თუ ის პროტესტებს ვერ ხედავს, მაშინ ალბათ პროტესტის სურვილიც არ არსებობს. რა თქმა უნდა, ის უგულებელ ყოფს იმ ფაქტს, რომ მისი ინტერნეტისა და მობილური კავშირის შეზღუდვები ახლა იმდენად მკაცრია, რომ რუსეთში ზოგიერთმა ადამიანმა ერთმანეთთან დასაკავშირებლად რაციები დაიწყო. სხვები მიუთითებენ იმ საკითხებზე, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ და რომლებიც პუტინის შიშს უკავშირდება მას შემდეგ, რაც მან აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული რეჟიმის ცვლილებები იხილა ირანსა და ვენესუელაში. თუ რუსეთში არავის შეუძლია ინტერნეტზე წვდომა, მაშინ ვერავინ გამოიყენებს მას ფოტოების გადასაღებად, ინფორმაციის გასაგზავნად ან რაიმე ისეთი საქმის გასაკეთებლად, რაც თუნდაც მცირე შანსს ტოვებს, რომ პუტინის ადგილსამყოფელი გამოაშკარავდეს. პუტინი ცდილობს კიდევ უფრო გაამკაცროს თავისი კონტროლი რუსეთზე, მაშინაც კი როცა მისი თითები ინტრევა. და ინტერნეტის გათიშვასთან ახლავს კამპანიანია სოციალური მედიის აპლიკაცია Telegram-ის წინააღმდეგ, რომელიც ბევრისთვის რუსეთში ინფორმაციის მთავარი წყაროა. კრემლი წლებია თანამშრომლობს შიდა ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რათა შექმნას პუტინის მიერ დამტკიცებული ალტერნატივები Telegram-ისა და WhatsApp-ისთვის. Messenger-ი Maxi არის ის აპლიკაცია, რომელიც ამ ტექნოლოგიურმა სპეციალისტებმა შექმნეს. და კიდევ ერთხელ, ეს სწორედ ის აპლიკაცია, რომელიც დიდი ალბათობით კრემლს რუსი ხალხის საუბარზე თითქმის შეუზღუდავ წვდომას მისცემს. პუტინი სურს, რომ მისმა ხალხმა გამოიყენოს სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული და ჯერ კიდევ დაუმკვიდრებელი ალტერნატივა, ვიდრე Telegram-ი, რომელსაც ამჟამად მოსახლეობის 60%-ზე მეტი იყენებს. Messenger-ი Maxi უკეთესია. მინიმუმ Messenger-ი Maxi იმას ნიშნავს, რომ პუტინს შეუძლია ჰყავდეს ადამიანები, რომლებიც მუდმივად დააკვირდებიან იმას, რაც ხდება ინტერნეტში, რომლის გამოყენებაც მას ძალიან ეშინია. ეს კიდევ ერთი შიშის ნიშანია კაცისთვის, რომელიც დაახლოებით 2 კვირაა კრემლში არ გამოჩენილა და ეს გათიშვებიც ემთხვევა გადატრიალების ხმებს, რომლებიც კრემლში ისმის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხმები შემდეგ უკვე უბრალო ნატრად გამოცხადდა ისეთ მედია საშუალებებში, როგორიცაა კიევის ინდეპენდენტი, თავად ეს ამბავი საკმარისია, რომ პუტინში კიდევ უფრო მეტი შიში გამოიწვიოს. იდეა ისაა, რომ მას შემდეგ, რაც პუტინმა კიდევ ერთი მოკავშირე დააკავა, თავისი ყოფილი თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს, ყოფილი პუტინის მორჩილი გადატრიალებას ამზადებს, რომელიც პუტინს ძალაუფლებას წაართმევს. სიტუაციას არ ამსუბუქებს ისიც, რომ მოსკოვში ინტერნეტის კიდევ ერთი გათიშვა სწორედ იმ დროს მოხდა, როცა პუტინის ოპერატივები ყოფილ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს რუსლან სალიკოვს აკავებდნენ, რომელიც სწორედ ის შოიგუს მოკავშირეა. ყველაფერი, რაზეც ამ ვიდეოებში ვისაუბრეთ, მიუთითებს იმაზე, რომ პუტინის პარანოია საბოლოოდ მას ეძლია. და ეს არ უნდა იყოს გასაკვირი. იმის მიღმაც, რასაც აშშ-ს სხვა ქვეყნებში აკეთებს, პუტინი ხელმძღვანელობს რეჟიმს, რომელიც სულ უფრო მეტ ზეწოლას განიცდის. ამ წუთებში უკრაინამ თებერვლის კონტრშეტევის დროს რუსული ძალების წინააღმდეგ უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე 2023 წლის შემდეგ ოდესმე გაათავისუფლა. დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი, ანუ 154 კვადრატული მილი ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის სამხრეთ რეგიონებში კვლავ უკრაინის ხელშია, რაც დართმაა პუტინის ნარატივისთვის. თითქოს უკრაინა და რაინა დამარცხების ზღვარზე მყოფი ქვეყანაა. კრემლის პროპაგანდისტებიც კი უკვე პუტინის წინააღმდეგ იწყებენ გამოსვლას. ერთ-ერთი ასეთი პროპაგანდისტია ილია რომეზლო, რომელიც იურისტია და დიდი ხანია უკრაინაში შეჭრის მკაცრი მხარდამჭერის რეპუტაციით სარგებლობს. პუტინმა ამ მხარდაჭერისთვის სახელმწიფო ტელევიზიაში გამოჩენის შესაძლებლობა მისცა, ხოლო რომეზლომ მას დაუბრუნა იმით, რომ განაცხადა 2026 წელი იქნება პუტინის დამხობის წელი. ამის შესახებ წერს International Business Times, რომელმაც 18 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინის თითქოს და მოკავშირემ განაცხადა, მისი პრეზიდენტი წლიდან წლამდე სულ უფრო სუსტდება და აშკარა ნიშნებია იმისა, რომ სისტემის კოლაფსი, რომელმაც პუტინი მე-4 საუკუნეზე მეტხანს შეინარჩუნა, გარდაუვალია. შეიძლება სწორედ ამას ხედავთ პუტინის კრემლიდან გაუჩინარებით, ისევე როგორც ყველაფერს, რაც ამ ვიდეოში განვიხილეთ. პუტინი აღარ არის ის უკიდურესად თავდაჯერებული ლიდერი, როგორცაც ყოველთვის წარმოაჩენდა თავს. უკრაინაში 4 წლიანი წარუმატებელი სპეციალური სამხედრო ოპერაციის შემდეგ და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნახა რა გააკეთა აშშ-მ ირანსა და ვენესუელაში, პუტინი დაკმინდა. ის აღარ არის ყოვლის შემძლე. ის არის შეშინებული პატარა დიქტატორი, რომელიც ფარულ ოფისებს შორის დახდის და უარს ამბობს სახის გამოჩენაზე, რადგან იწყებს ფიქს, რომ მისი დრო ახლოვდება. და მის პარანოიდულ გონებაში ვეც კი ხვდება ვინ არიან მისი მტრები. ეს არის აშშ, რუსი ხალხი, მისი თითქოს კრემლის მოკავშირეები. ყველა მათგანი, არც ერთი მათგანი, პუტინს უბრალოდ არ იცის. და მისი ერთადერთი გამოსავალია ისე ღრმად დაიმალოს მიწის ქვეშ, რომ ვერავინ მიაღწიოს მას. და ასე მოქცევით ის საკუთარ თავს ეფექტურ ლიდერად ყოფნის უნარს ართმევს. რუსეთის გაზაფხულის შეტევის კატასტროფულმა დასაწყისმა ვერაფრით შეამსუბუქა პუტინის შიში საკუთარი სიცოცხლისთვის. ის, რაც დრამატული რუსული შეტევის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ რუსეთის ძალების რეკორდული დანაკარგებით დასრულდა. პარანოიდული პუტინი პანიკაშია, რადგან მას კვლავ და კვლავ არ გამოსდის რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა უკრაინაში. პუტინი იწყებს საფრთხეების დანახვას კრემლის ყველა ბნელ კუთხეში. დატრიალების ჯორები გავრცელდა მას შემდეგ, რაც მოსკოვში რაღაც უცებ ჩაქრა. ეს შეიძლება იყოს დესპოტის დასასრული, ტირანის დაცემა.
ამ წუთას ყველაფერი ერთ დიდ რამეზე მიუთითებს. პუტინის გადაყენება მალე მოხდება. ახალი ამბავი მოდის რუსული ტელეგრამის არხიდან სახელად VCHK-OGPU, რომელიც ამტკიცებს, რომ აქვს ცდომა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების შიდა ინფორმაციაზე და სწორედ ამ ცდომამ მისცა საშუალება გაემჟღავნებინა, რომ გადატრიალებას ამზადებს ადამიანი, რომლისგანაც პუტინი არასდროს ელოდა წინააღმდეგობას. კაცი, რომელიც წლების განმავლობაში პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და სანდომრჩეველი იყო. ვინ შეიძლება იყოს ეს კაცი? სერგეი შოიგუ, რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი. ჩვენ აგიხსნით ბევრ მინიშნებას, რომ გადატრიალება ახლოვდება, თავარ მოვლენას, რომელმაც ჭორების დაწყება გამოიწვია, და ამ ამბის ერთ უცნაურ შემოტრიალებას, რომელმაც შეიძლება ყველაფერი შეცვალოს ვიდეოს შემდეგ ნაწილში. რაც შეეხება იმას, რა თქვა ტელეგრამის არხმა London Loves Business, თავარ დეტალებს გვთავაზობს. ამბობს, რომ არხი ამტკიცებს, რომ საიდუმლო წყაროსთან ცდომა მოიპოვა, რომელიც ამხელს, რომ ბოლო დროს ინტერნეტის გათიშვები რუსეთში ნაკლებად უკავშირდება უსაფრთხოებას, როგორც კრემლი ხშირად ამტკიცებს, და უფრო მეტად დაკავშირებულია პუტინის პარანოიდულ რწმენასთან, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოკავშირე მის წინააღმდეგ მოქმედებს. მობილური კავშირის და ინტერნეტის შეზღუდვები დედაქალაქის ცენტრში და მოსკოვის ზოგიერთ რაიონში საეჭვოდ დაემთხვა საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას შოიგუს ყველაზე ახლო ადამიანებისა და თავად მის მიმართ, ამტკიცებს არხი. მაგრამ მოიცადეთ, როგორ შეიძლება ეს საერთოდ ხდებოდეს, როცა შოიგუ პუტინის ერთ-ერთ ყველაზე ახლო მოკავშირედ ითვლება. პასუხი ისაა, რომ პუტინის ადმინისტრაციაში ერთგულებას ხშირად ყიდულობენ და ყიდიან. და ჩვენი მითითება იმაზე, რომ შოიგუ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრია, საინტერესო მინიშნებას იძლევა, თუ რატომ არიან პუტინის მოკავშირეები ასე შეშფოთებულები. 2024 წლის მაისში პუტინმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო შოიგუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტიდან გაეთავისუფლებინა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც რუსეთი ომში აღმოჩნდა ჩართული უკრაინასთან, რომელიც უკვე 2 წელზე მეტხანს გრძელდებოდა. ეს ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, რადგან ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია ისე იყო დაგეგმილი, რომ რუსეთს რამდენიმე დღეში უნდა შეეღწია უკრაინაში და დაეკავებინა კიევი. როგორც თავდაცვის მინისტრი, შოიგუ ზედამხედველობდა ამ საწყის გეგმებს და ასევე იყო ის ხმა კრემლში, რომელიც პუტინს ეუბნებოდა, რომ მისი შეუძლებელი მიზანი რეალურად მიღწევადი იყო რუსეთისთვის. შოიგუ შეცდა. და 2 წლის განმავლობაში თავისი კაცის გვერდით დგომის შემდეგ, პუტინმა საბოლოოდ გადაავენა შოიგუ. და ამით მან შოიგუს წაართვა თანამდებობა და მასთან დაკავშირებული სტატუსი, რაც იმის მტკიცებულება იყო, რომ ის პუტინის ერთ-ერთი კაცი იყო. რუსეთის პრეზიდენტმა ზურგი აქცია შოიგუს, რათა საკუთარი თავი გადაერჩინა და ამით ყოფილი თავდაცვის მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასთალა იმის შესახებ, თუ სად იქნება პუტინის პრიორიტეტები ყოველთვის. ერთგულება კრემლში დიდად არაფერს ნიშნავს და შოიგუმ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. დიახ, პუტინმა ის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა, მაგრამ კრემლში ვინც რამეს ხვდება, ყველამ იცოდა, რომ ეს იყო ყოფილი მოკავშირის დაწინაურება ისეთ პოზიციაზე, სადაც ის ვეღარ შეუშლიდა ხელს პუტინის სურვილებს. უკვე მაშინაც კი იყო მინიშნებები, რომ შოიგუ პუტინის ნდობას კარგავდა. მისი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას წინ უძღოდა მისი ერთ-ერთი მთავარი მოადგილის, ტიმურ ივანოვის დაკავება კორუფციის ბრალდებით. იმის გათვალისწინებით, რომ კორუფცია კრემლის მუშაობის საფუძველია, ყოველთვის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კორუფციაში ეჭვმიტანელის დაკავება ნიშნავს იმას, რომ პუტინი ამ ადამიანს საფრთხედ აღიქვამს. სტატიაში, სადაც დასმული იყო კითხვა, თუ რატომ მოხსნეს შოიგუ თავისი პოსტიდან, BBC-მა აღნიშნა, რომ პუტინის კაბინეტის მაღალ ეშელონებში ასეთი გადაადგილებები იშვიათია, განსაკუთრებით ომის დროს. ან მაგალითად მოიყვანა სერგეი ლავროვი, რომელიც 2024 წლამდე დაახლოებით 20 წლის განმავლობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა და დღესაც ამ თანამდებობაზე. შოიგუ თავადაც 12 წლის განმავლობაში იყო თავდაცვის მინისტრი, სანამ თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ. რა თქმა უნდა, პუტინი პერიოდულად ატარებს წმენდებს, მაგრამ როდესაც საქმე მაღალ ეშელონს ეხება, ის ცდილობს სტაბილურობა შეინარჩუნოს და თავის თავს შემოიკრავს მორჩილ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ და იტყვიან, რასაც ის მოითხოვს. ამიტომ შოიგუს მოხსნა საკმაოდ ნათელი მესიჯი იყო პუტინის, როგორც ჩანს უკვე ყოფილი მიმოკავშირის მისამართით. პუტინი აღარ გენდობა. და შესაძლოა ასევე მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა შოიგუს საფრთხედ აღიქვა, თუნდაც მას არ ყოფნიდა გული, რომ თავისი ყოფილი თავდაცვის მინისტრი დაეპატიმრებინა, ან ფანჯრიდან გადაეგდო. პუტინის კარგად ცოდნის გამო შოიგუს არ დასჭირდებოდა ვინმესგან ახსნა, რას ნიშნავდა სინამდვილეში მისი დაწინაურება. პუტინს სურდა შოიგუ გზიდან ჩამოეშორებინა და ცდილობდა დაემშვიდებინა усარგებლო თანამდებობით, ყოველ შემთხვევაში მის ძველ როლთან შედარებით. ეს არ იყო ძველის გაშვება და ახლის მოყვანა, ეს იყო პოტენციური მტრის მოცილება და უკეთესი მორჩილის მოყვანა. გადავინაცვლოთ 2026 წლის მარტში და უკვე ჩნდება მინიშნებები, რომ როგორც პუტინი, ისე შოიგუ ერთმანეთის მიმართ სულ უფრო უნდობლები ხდებიან. ყოფილი თავდაცვის მინისტრი უკვე 2 წელია საკუთარ ცხენაში იხაშება და თანაც ხედავს, რომ პუტინი მის წინააღმდეგ ნაბიჯებს დგამს, რაც კიდევ უფრო ასუსტებს მის ძალაუფლებას. ერთ-ერთი მთავარი შოიგუს მოკავშირის დაკავებაც მოხდა. 9 მარტს მედუზამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შოიგუს გადაყენების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში წმენდა კიდევ უფრო გამკაცრდა. ამჯერად რიგი რუსლან სალაკოვის დაკავებამდე მივიდა, რომელსაც ბრალად წაუკანეს გაფლანგვა, თამის აღება, ფულის გათეთრება და სავარაუდო კავშირები კრიმინალურ ორგანიზაციებთან. ვარაუდობთ, რომ ბოლო ბრალდება მის ყოფილ კავშირებს კრემლთან უკავშირდება, რომელიც რუსეთში ყველაზე დიდი კრიმინალური ორგანიზაცია.
მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ სალაკოვი შოიგუსთვის მხოლოდ მოკავშირე არ არის. ის შოიგუს ყველაზე ახლო თანამოაზრეა, რადგან ერთ დროს შოიგუს მინისტრობის პერიოდში პირველი მოადგილე იყო თავდაცვის სამინისტროში. ამ ამბავმა კრემლის უმაღლეს ეშელონებში შოკი გამოიწვია, მაშინ როცა რუსეთის პროსაომარი სამხედრო ბლოგერები ამას პუტინის კიდევ ერთ გენიალურ ნაბიჯად ზეიმობდნენ. ეხლა სალაკოვს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება მას შემდეგ, რაც თითქმის 3/10 წელი შოიგუს მარჯვენა ხელად მსახურობდა. თუ შოიგუს მანამდე არ ქონდა წარმოდგენა, რაც ყველაინ დაპატიმრება მაჩვენა, რაც მის თავდაცვის სამინისტროდან გადაყენებას წინ უძღოდა და მოჰყვა, ახლა ნამდვილად მიხვდება ყველაფერს. პუტინმა 2 წელი მოანდომა თავისი ყოფილი მეგობრის იზოლაციას. შოიგუ მიხვდება, რომ შემდეგი ვინც თავის დაკარგავს, სწორედ ის იქნება. და ეს ისევ გვაბრუნებს გადატრიალებასთან და იმტკიცებულებასთან, რომ ეს ნამდვილად ხდება და რომ ყველაფრის უკან შოიგუ დგას. ჯერჯერობით მხოლოდ მინიშნებები გვაქვს ნანახი. ამ მინიშნებებს კიდე დავამატებთ იმას, რომ შოიგუ თავად არ გამოჩენილა 5 მარტის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციაზე უნდა ემუშაო. ამ გამოუჩენლობამ კიდევ უფრო მეტი ჭორი გააჩინა იმის შესახებ, რომ კრემლში განხეთქილებაა. თუმცა სწორედ ის ინტერნეტის გათიშვები, რომელთაც ადრე ვახსენეთ, წარმოადგენს ყველაზე დიდ მტკიცებულებას იმისა, რომ პუტინის ყოფილი მოკავშირე რუსი პრეზიდენტის გადაყენებას გეგმავდა. რატომ? სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს და ჩვენ გთავაზობთ სრულ სურათს სათაურებს მიღმა. გამოიწერეთ დრესვე, რათა ყოველთვის წინ იყოთ მოვლენებზე. შეუბრუნდეთ შოიგუს მდგომარეობას. მან ბოლო 2 წელი პუტინის მხრიდან უარყოფას აწყდებოდა, მიუხედავად მისი მრავალწლიანი ერთგული სამსახურისა. შემდეგ მას მოუწია ყურება თუ როგორ მოიშორა პუტინმა სისტემატურად შოიგუს ყველა მთავარი მოკავშირე. გენიალობა არ სჭირდება იმის დანახვას, რაც ახლა ხდება და თვითონ შოიგუც კი საკმარისად ჭკვიანია რომ იცოდეს. მან უნდა გადადგას ნაბიჯი მანამ, სანამ პუტინი მის ნაცვლად გადადგამს. მაგრამ ამას რა კავშირი აქვს ინტერნეტის გათიშვებთან? მარტივი პასუხია, რომ ის გათიშვები, რასაც ახლა რუსეთში ხედავთ, განსხვავდება ყველაფრისგან, რაც ომის დაწყების შემდეგ ვინახავს. და თუ დაუჯერებთ ცხაროს, რომელმაც VCHK OGPU-ს ესაუბრა, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ პუტინი შეშინებულია, თითქოს შოიგუ გადატრიალების მოწყობას ცდილობს. რუსეთის ბოლო გათიშვების მასშტაბი უკეთ რომ წარმოიდგინოთ, Moscow Times ივცება, რომ მობილური ინტერნეტის გათიშვები მძვინვარებს მთელ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. ეს თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ორი ქალაქი რუსეთის ყველაზე შეძლებულ ქალაქებს შორისაა და შესაბამისად ეს ის ქალაქებია, რომლებზეც პუტინს რეალურად ზრუნავს. სანქტ-პეტერბურგში 9 მარტის დილის 6 საათის შემდეგ დაუნ დეტექტორზე თითქმის 2500 საჩივარი დაფიქსირდა. რუსეთს რა თქმა უნდა მობილური ინტერნეტის გათიშვის ისტორია აქვს. ხშირად აცხადებენ, რომ ამის გაკეთება დრონების თავდასხმების გამო უწევთ, რაზეც ცოტა ხანში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ამან გამოიწვია ის, რომ რუსეთი 2025 წელს ინტერნეტის შეფერხებების მხრივ მსოფლიო ლიდერი გახდა. 27166 საათიანი გათიშვით, რომელმაც ქვეყნის თითქმის ყველა 146 მილიონი ადამიანი დააზარალა. ის რაც მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ვიხილეთ, ცოტა გადამეტებულია, მაგრამ არ არის უჩვეულო. თუ ასე არ არის. ამ ისტორიას ერთი პატარა დეტალი აქვს, რომელიც გვიჩვენებს, რომ ბოლო გათიშვა ბევრად უფრო პუტინის პარანოიას უკავშირდება ვიდრე სხვა რამეს. Combat Veteran News-ი განმარტავს, რომ ამ ბოლო გათიშვამ სპეციალურად გამორიცხა ის მთავარი სამთავრობო პირები, რომელთა საქმის კურსში დატოვებაც პუტინს უნდოდა. Combat Veteran News-ის თქმით, იმის მტკიცებულება, რომ ეს მხოლოდ გარე ჰაკი არ იყო, ის არის, რომ ცდომა მხოლოდ მთავრობის მიერ დამტკიცებულ თეთრ სიაში შეყვანილ პირებს ჰქონდათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარკვეულ მობილურ ტელეფონებს მაინც შეეძლოთ ინტერნეტზე წვდომა, მაშინ როცა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უმეტესობა პრობლემებს აწყდებოდა. და ჩანს, რომ ეს ტელეფონები თეთრ სიაშია შეყვანილი, რაც ფაქტობრივად მათ გათიშვისგან იცავს. რასაც აქ ხედავთ არის ის, რომ ვლადიმერ პუტინმა კრემლის უმაღლეს ეშელონებში შექმნა სპეციალური ფენა, რომელიც მხოლოდ მისთვის ყველაზე სანდო ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ესია მას შემდეგ გწირდება, რაც მან უკრაინაში შეჭრა დაიწყო, მაგრამ თეთრი სიის მეშვეობით მას შეუძლია გათიშოს კომუნიკაცია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მიზანში იღებს, ხოლო თავის ახლობლებს საშუალებას აძლევს კოორდინირებულად იმოქმედო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო მთავრობის მიერ დამტკიცებული გამონათლისი, რომელიც გამორიცხავდა მათ, ვინც ვლადიმერ პუტინს სჭირდებოდა ინფორმირებულად ყოლოდა. და ვლადიმერ პუტინი უკვე კარგა ხანია რაღაც მსგავს გეგმავდა. 20 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურს, ანუ FSB-ს აძლევს უფლებას პუტინის ბრძანებით ინტერნეტ პროვაიდერებს მოსთხოვონ თავიანთი სერვისების შეზღუდვა. ნაკლებად ვიდრე ერთი თვის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ, როგორ განახორციელა პუტინმა ძალაუფლების ეს უზარმაზარი ბოროტად გამოყენება და ინტერნეტი თითქმის ყველას, გარდა რამდენიმე რჩეულისა, გაუთიშა. შეიძლება გახსოვთ ციტატა, რომელიც ადრე გაუზიარეთ ვეჩეკოგებუსგან. კერძოდ ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ბოლო გათიშვა დაემთხვა შოიგუსთან ყველაზე დაახლოებულ პირებზე გამოძიების დაწყებას, მათ შორის დაპატიმრებულ სალიკოვზე, გვაჩვენებს, რომ ეს კრემლის ძალიან გააზრებული ნაბიჯი იყო. ამან შოიგუს მოკავშირეები უცოდინარობაში დატოვა, რაც საშუალებას აძლევდა FSB-ს და პუტინის მიერ დანიშნულ ნებისმიერ სხვა ძალას დაესაჯათ ისინი, ვისაც პუტინი მის წინააღმდეგ შეთქმულებაში ეჭობს. რა თქმა უნდა, კრემლი ამას უარყოფს. როდესაც ჩვეულებრივ რუსებს კომუნიკაციისთვის ვოკი-ტოკის გამოყენება უწევდათ, კრემლი კვლავ იმ ძველ არგუმენტებს იმეორებდა. თითქოს გათიშვები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყო შემოღებული და ისინი დარჩებოდა ძალაში მანამ, სანამ დამატებითი ზომები საჭირო იქნებოდა. თუ ამ პასუხებში რაიმე კონკრეტულს ეძებს და არა ბუნდოვანებას, მაშინ ხელცარიელი დარჩებით. კრემლმა იზრუნა იმაზე, რომ მანამდე თითქმის არაფერი ეთქვა გათიშვებზე, რომლებიც როგორც გარდიანი იუწყება, თვით სახელმწიფო დუმამდეც კი გავრცელდა.
ამასობაში რუსეთში ვოკი-ტოკების გაყიდვები 27%-ით გაიზარდა, ხოლო პეიჯერების გამოყენება 73%-ით გაიზარდა. პუტინი რუსეთს ინტერნეტამდე ეპოქაში აბრუნებს. უფრო კონკრეტულად კი ის რუსეთში იმ ნაწილებს აბრუნებს წარსულში, რომლებსაც არ ენდობა, რაც თითქმის მთელ ქვეყანას მოიცავს. იმ დროში, როცა მის ზურგს უკან კომუნიკაცია ბევრად უფრო რთულია. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კრემლი მართალს ამბობდა, როცა ამ ბოლო გათიშვას უსაფრთხოების მიზნით ხსნიდა. რაც არ უთქვამს ისაა, რომ ეს არაფერ კავშირშია რუსეთის უსაფრთხოებასთან და ყველაფერი დაკავშირებულია პარანოიდული პუტინის დამშვიდებასთან, რადგან მას ეშინია რა შეიძლება წამოვიდეს შოიგუსგან. Combat Weather News უფრო დეტალურად ხსნის. არსებობს ხმები, რომ მოსკოვის ამ კონკრეტულ უბნებში, სადაც ელექტროენერგიის გათიშვები მოხდა, სინამდვილეში ცხოვრობენ მთავარი სამხედრო პირები. ეს სამხედრო და უსაფრთხოების ობიექტები ამბობს ის. და ეს კიდევ უფრო ამყარებს იმ აზრს, რომ პუტინის ნაბიჯი რეალურად მიზნად ისახავდა შეთქმულთა კომუნიკაციის შესაძლებლობის შემცირებას, იმ დროს, როცა მის ანტიგადატრიალების ძალებს შეეძლოთ თავისუფლად ემოქმედათ. პუტინის ჩამოყალიბებული უსაფრთხოების ძალები უკეთესად ახერხებენ კოორდინაციასა და კომუნიკაციას, რაც მათ გადატრიალების ორგანიზატორებზე ერთი ნაბიჯით წინ ატენებს. თუ ეს სიმართლეა, ამატებს Combat Veteran News. ეს საინტერესო ახალ ყურადღებას ამახვილებს სალიკოვის დაპატიმრებაზე. მანამდე სანამ პუტინი FSB-ს მისცემდა უფლებას, მისი ბრძანებით კომუნიკაციები გაეთიშა, შესაძლებელი იყო გაფრთხილება მიეცათ მათ, ვინც დაპატიმრების ზღვარზე იყო. კრემლს შესაძლოა მაინც დაეჭირა თავისი ხალხი, მაგრამ თუ გადატრიალება მზადდებოდა, იმ ბოლო დაპატიმრებების დროს, როცა გაფრთხილებების გაგზავნა შეუძლებელი იყო, ეს სიგნალები შეიძლებოდა გამოყენებულიყო პუტინის წინააღმდეგ მოქმედებისთვის, სანამ მისი ახლობლები მოვიდოდნენ. სალიკოვმა ვერ მიიღო ეს სიგნალები. ვერავინ მიიღო, გარდა ძალიან მცირე ჯგუფისა, რომელიც როგორც ჩანს, პუტინმა საკუთარი ხელით შეარჩია თავისი ახალი თეთრი სიებით. რა თქმა უნდა, ესეთი შეთქმულებების პრობლემა ისაა, რომ მათი დამტკიცება შეუძლებელია თუ ისინი რეალურად არ მოხდება. რაც შეიძლება ვიხილეთ სალიკოვის დაპატიმრებით დრებით და მას წინ უძღოდა ინტერნეტის გათიშვები, არის ის, რომ პუტინი ძლივს ახერხებს ყოფილ თავდაცვის მინისტრზე წინ დარჩენას, მაშინ როცა შოიგუ ძალაუფლების ხელში ჩაგდება სამზადები. მომდევნო კვირებში ბევრად მეტი გაირკვევა. თუ შოიგუს დააპატიმრებენ, ან მას მოულოდნელი რუსული სიკვდილის სინდრომი დაემართება, ბევრად უკეთ გავიგებთ, რეალურად იგეგმებოდა თუ არა გადატრიალება. მაგრამ ამ ამბავს კიდევ ერთი მოულოდნელი შემოტრიალება აქვს. არსებობს შესაძლებლობა, რომ ამაში პუტინის ბოლო გადატრიალების შიშების უკან ერთი კონკრეტული აშშ-ის პრეზიდენტი იდგეს. დარჩით ჩვენთან ბოლომდე და აგიხსნით რატომ. მანამდე კი და შოიგუს პუტინზე გადაბრუნების ვარაუდის გარეშეც კი, ის, რასაც ამ ბოლო ინტერნეტის გათიშვებით ვხედავთ, არის პუტინის პარანოია, რომელიც იმდენად გამძაფრდა, რომ რუსეთის საზოგადოების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას. წარსულში ბევრჯერ უსაუბრიათ იმაზე, თუ როგორ ეშინია პუტინს თავისი სიცოცხლისა და პოზიციის დაკარგვის. 2025 წლის მაისში გამოცემა New Voice of Ukraine-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინმა მოულოდნელად დაიწყო მინიშნებების გაკეთება მემკვიდრის ძიებაზე. რაც შეიძლება დიქტატორისთვის საკმაოდ უცხინარი საქციელი ჩანდეს, სინამდვილეში პუტინის პარანოიის კიდევ ერთი ნიშანია, ყოველ შემთხვევაში, როგორც პოლიტოლოგი ვადიმ დენისენკო ამბობს. ჩემი აზრით, მთავარი ფაქტორი სავარაუდოდ პუტინის სულ უფრო პარანოიდული მენტალური მდგომარეობაა, ამბობს დენისენკო გამოცემასთან საუბარში და ამატებს. ასაკში შესული დიქტატორები ხშირად მათ გარშემომყოფების მიმართ პარანოიდები ხდებიან. ამ პარანოიამ ჩემი აზრით საბოლოოდ აიძულა ის, რომ მემკვიდრეზე საუბარი დაეწყო. მემკვიდრეობაზე საუბარი სინამდვილეში არ ნიშნავს იმას, რომ პუტინს ოდნავ მაინც აინტერესებს რა მოხდება მას შემდეგ, რაც ის აღარ იქნება. ამ საუბრის მიზანია აჩვენოს მათ, ვინც შეიძლება მის წინააღმდეგ მოქმედებას გეგმავს, რომ მომავალში მათ შეუძლიათ მიიღონ ის, რაც სურთ. მათ მხოლოდ ცოტა ხნით კიდევ უნდა შეინარჩუნონ ერთგულება და პუტინმა შეიძლება სწორედ ისინი აერჩიოს თავის მემკვიდრედ. ეს არის ცარიელი დაპირების ტიპი, რომელსაც ლიდერი მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ პოლიტიკური მტაცებლები თავისდან შორს დაიჭიროს. პუტინი დროს იგებს, როცა ღიად საუბრობს მომავალზე, რაც შემდეგ საშუალებას აძლევს იმ ადამიანების წინააღმდეგ იმოქმედოს, რომლებმაც შეიძლება მის მიერ გადაგდებულ სათქუარას წამოეგონ. არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი იყოს შეთქმულება, რომელიც უბრალოდ ჰაერიდანაა გამოგონილი. ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო განსხვავებული ხმა ანტონ ბარბაშინია, რომელიც Riddle Russia-ს თანადამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი. Kyiv Independent-თან საუბრისას მან თქვა: ეს სრული სისულელეა, რომ რუს ელიტებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოშორება სტომოდათ, ეს 2022 წელსვე მოხდებოდა. მან დაამატა, რომ შოიგუ შესაძლოა პუტინს აძლევს საშუალებას დაშალოს მისი კლანი, იმ პირობით, რომ მიიღებს იმუნიტეტს იმ შესაძლო ანგარიშტორებისგან, რაც პუტინს მისთვის ჰქონდა განზრახული 2024 წელს, როდესაც ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს. შესაძლოა ასეა. იქნებ VCHK OGBU-მ არაფრისგან დიდი ამბავი შექმნა თავისი მტკიცებით, თითქოს მათ წაროიპოვეს, რომელმაც შოიგუს მიერ დაგეგმილი გადატრიალების შესახებ ინფორმაცია გაამჟღავნა. თუმცა პუტინის პარანოიას არ შეუმსუბუქებია ის მოულოდნელი შემოbrunება, რომელზეც ცოტა ხნის წინ ვახსენეთ. დონალდ ტრამპი 2026 წელს ბევრ ნაბიჯს დგამს, განსაკუთრებით კი ყოფილი ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადაყენებასა და ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხომეინის ლიკვიდაციას. ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს. როგორც საბრძოლო ვეტერანთა ახალი ამბები აღნიშნავს, არსებობს შანსი, რომ პუტინი ამ ყველაფერს შორიდან აგვირდება და ასკვნის, რომ შესაძლოა ტრამპის სიაში შემდეგი თავად იყოს. ეს სხვათა შორის შეიძლება იყოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განმეორებითი პოლიტიკის გვერდითი ეფექტი, როდესაც ის სახელმწიფოების აპარატის ნაცვლად უბრალოდ ამბობს, რომ თავად ლიდერს მოიშორებს და მის ადგილას ისეთ ლიდერს დააყენებს, ვისთანაც შეუძლია მუშაობა, ამბობს საბრძოლო ვეტერანთა ახალი ამბები. ეს საკმარისია, რომ დაგაფიქროს, არა?
შეიძლება ტრამპი შოიგუს ან მის მსგავს ვინმეს პუტინის პოტენციურ მემკვიდრედ განიხილავდა, თუ აშშ-ში გადაწყვეტს პუტინის მოცილებას. ეს შესაძლებელია. შეურაცხყოფილი მეგობარი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო სათავეში და შემდეგ უმნიშვნელო ფიგურად იქცა, შეიძლება მზად იყოს აშშ-სთან თანამშრომლობისთვის მხოლოდ იმისთვის, რომ პუტინს გადაასწროს. თუ პუტინის მემკვიდრეზე საუბარი იმათთვისაა განკუთვნილი, ვინც რუსეთის ლიდერის სიკვდილს ელოდება, ტრამპის მიერ 2026 წელს გაკეთებული შეიძლება ბევრად უფრო ხელშესახები სიგნალი იყოს იმის შესახებ, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ სასურველი ძალაუფლება, თუ აშშ-სთან ითანამშრომლებენ. თუ სხვა არაფერი, ტრამპის ქმედებები პუტინის პარანოიას კიდევ უფრო გააძლიერებს. როგორც New York Times-ი წერს, ტრამპმა 2026 წლის დიდი ნაწილი პუტინზე უფრო პუტინურად გაატარა. აშშ-ში ზღუდავს რუსეთის გლობალურ გავლენას და ანგრევს მოსკოვის სტრატეგიას უცხოეთში პარტნიორობებისთვის. წელს გამოცემა. და როცა მისი გლობალური მოკავშირეები მის გარშემო ინგრევა, პუტინი ახლა შესაძლოა შიგნით ეძებდეს ადამიანებს, რომლებიც მისი აზრით მომავალში ტრამპთან ითანამშრომლებენ. შესაძლოა ის შოიგუს ესეთ ადამიანად მიიჩნევს. თუ ასეა, პუტინის პარანოიამ შეიძლება მისი საკუთარი დაცემა გამოიწვიოს. მეგობრები მტრებად გადაიქცევიან. ნდობით აღჭურვილი პირები კი პოტენციურ შეთქმულებად იქცევიან. თუნდაც გადატრიალება არ იგეგმებოდეს, პუტინის შიში რომ რაღაც შეიძლება მოხდეს, საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს იმისთვის, რომ მან თავად დაანგრიოს საკუთარი თავი, მანამდე, სანამ ამას ვინმე სხვა შეძლებს. საბოლოო ჯამში პუტინს ხომ პოტენციური შეთქმულებისთვის არაერთი მიზეზი მიუცია, რომ მისი მოშორება მოისურვონ. უკრაინაში კატასტროფულმა ომმა რუსეთს იმდენი ადამიანი დაუკარგა, რომ ამან უზარმაზარი უარყოფითი გავლენა მოახდინა პრობლემაზე, რომელიც რუსეთს მომდევნო საუკუნის განმავლობაში შეაწუხებს. პუტინმა არაერთხელ მკაფიოდ განაცხადა: რუსეთს დონბასი სურს. რუსეთს ეს რეგიონი იმდენად სურს, რომ ის კვლავაც ყველა რუსული მოთხოვნის ცენტრშია სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს. მაგრამ რუსეთი დონბასს არასოდეს აირებს. რატომ? ის მსხვერპლი, რომელიც რუსეთს მოუწევს გაიღოს, მთელ ქვეყანაში შოკის ტალღებს გამოიწვევს და ამას ვხედავთ, როცა ვუყურებთ აბსოლუტურად გიჟურ რიცხვებს. უკრაინის აღებაზე აღარაფერს ვამბობ. ვლადიმირ პუტინი შეშინებულია იმაზე, რას ნიშნავს დონბასის აღება რუსეთისთვის. და ჩვენ აგიხსნით რატო. მოდით შევაჯამოთ, სანამ რიცხვებზე გადავიდოდეთ. 18 თვე და პრაქტიკულად მთელი მისი ჯარი. ეს არის ის, რაც რუსეთს დაუჯდება დონბასის აღება. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის პავლო პალისას თქმით. დავიწყებთ პალისას კომენტარებით. 1 მარტს პალისამ ისაუბრა რადიო თავისუფლებასთან, სადაც განაცხადა, რომ რუსეთის წინსვლის ტემპი უკრაინაში კვლავ უკიდურესად ნელია. ამავე დროს ეს ნელი წინსვლა რუსეთს დაუჯდა ფენომენალური რაოდენობის ჯარისკაცებში დონეცკის ოლქში, რომელიც არის დონბასის ის ნაწილი, რომლის სრულად კონტროლქვეშ მოქცევაც რუსეთს ჯერ კიდევ სჭირდება, სანამ მთელ რეგიონზე პრეტენზიას განაცხადებს. გაითვალისწინეთ მიმდინარე დინამიკა. მათ ამას დაახლოებით 1 წელიწადი და ნახევარი დასჭირდებათ და რესურსი, რომელიც ტოლია დღევანდელი რუსეთის დაჯგუფებისა უკრაინის ტერიტორიაზე. მათთვის ძალიან რთული იქნება ამის შესრულება და ეს ბევრად უფრო ნელი იქნება ვიდრე მათ სურთ, განაცხადა პოლისამ, როდესაც მან ასევე გააზიარა ციფრები, რამდენი დაკარგა რუსეთმა 2025 წელს მხოლოდ იმისთვის, რომ დონბასის მცირე ნაწილი დაეკავებინა. საერთო ჯამში რუსეთმა 2025 წელს უკრაინის ნაკლებად 1% დაიკავა, რის ფასადაც 450,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ამბობს პოლისა. პოლისა ამატებს, რომ ამჟამად უკრაინა კვლავ აკონტროლებს დაახლოებით 6,000 კვადრატულ კილომეტრს, ანუ დაახლოებით 2316 კვადრატულ მილს დონეცკის რეგიონში, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ დასაკავებელი აქვს. დაიმახსოვრეთ ეს რიცხვი. მასთან ისევ დავბრუნდებით, როცა პოლისას მტკიცებების უკან დგომ მათემატიკას განვიხილოთ. ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ პუტინს მოუწევს უკრაინაში მყოფი რუსეთის თითქმის მთელი ძალების მობილიზება და მინიმუმ 18 თვის დახარჯვა, რათა დონბასი აიღოს. და ყოველი დაღუპული რუსი ჯარისკაცით პუტინის ნებისმიერი გეგმა უკრაინის დანარჩენი ნაწილისთვის სუსტება. რაც შეეხება ზელენსკის, მისი პროგნოზი იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს დასჭირდება რუსეთს დონბასის აღება, კიდევ უფრო გრძელვადიანია, ვიდრე მისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის შეფასება. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია რუსეთს დაახლოებით 800,000 სიცოცხლეს დაუჯდება და ამას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება. პროგრესი კი ძალიან ნელი იქნება. ჩემი აზრით ისინი ამდენ ხანს ვერ გაძლებენ. ზელენსკი ამატებს, რომ ეს იცის იმიტომ, რომ რუსეთის უახლესი ისტორია დონბასის რეგიონში აჩვენებს, რომ პუტინის ძალები ვერ ახერხებენ ტერიტორიის საკმარისად სწრაფად აღებას და რომ რუსეთი უზარმაზარი რაოდენობის ჯარისკაცებს ძირავს. ავარც ვახსენებ ტექნიკასა და მარაგებს, რომელსაც თითოეული კვადრატული კილომეტრისთვის ხარჯავს ამ რეგიონში. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო განცხადებებია უკრაინის მხრიდან და თუ ჩვენთან დარჩებით, გაიგებთ, რა არის ისეთი დონბასში, რაც პუტინის შემოჭრილი ძალებისთვის ნამდვილ სასიკვდილო ხაფანგად აქცევს მას. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, უნდა დავსვათ თავარი კითხვა. გამოდის თუ არა უკრაინის განცხადებების ანგარიში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოგვიწევს უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ ციფრებს. საბედნიეროდ გვაქვს მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს უკრაინის განცხადებები დონბასზე. დავიწყებთ იმით, თუ რამდენ ტერიტორიას იკავებს რუსეთი რეგიონში და რა ფასად უჯდება ეს პუტინის ძალებს. 24 თებერვალს მეცამ განაცხადა, რომ რუსეთის არმია დონეცკის რეგიონში იმდენად დიდ დანაკარგებს განიცდიდა, რომ უკრაინა პუტინის ძალების მიერ დაკავებული ყოველი კვადრატული კილომეტრისთვის 146 რუს ჯარისკაცს ანადგურებდა.
ეს მონაცემი უკრაინის თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვისგან მოდის, რომელიც ამბობს, რომ უკრაინის მიზანია ეს დანაკარგები 200 ჯარისკაცამდე გაზარდოს თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე, რაც ფედოროვის თქმით ის ზღვარია, რომლის შემდეგაც წინსვლა შეუძლებელი ხდება. ეს უკრაინისთვის ამბიციური მიზანია, მაგრამ ახლა დავჭეთ 146-ის მაჩვენებელთან. გაითვალისწინეთ მტკიცება, რომ რუსეთს ჯერ კიდევ 6000 კვადრატული კილომეტრი დონეცკის დაპყრობა სჭირდება, სანამ განაცხადებს, რომ დონბასს აკონტროლებს. სინამდვილეში ეს სადაო მაჩვენებელია. დეკემბერში როიტერსმა განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000 კვადრატული კილომეტრი იყო. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ეს იმ დროს იყო, როცა რუსეთი აცხადებდა, რომ ქონდა ოკუპირებული ისეთი ტერიტორიები, როგორიცაა ქალაქი კროვსკი, რომელიც რეალურად ოკუპირებული არ ქონდა. მაინც ეს გვაძლევს ორ მაჩვენებელს შესასწავლად: 5000 და 6000 კვადრატული კილომეტრი, რომელიც რუსეთს დარჩა ასაღებად. დავიწყოთ როიტერსის მაჩვენებლით. თუ რუსეთი იკავებს 5000 კვადრატულ კილომეტრს ამჟამინდელი 146 მსხვერპლის მაჩვენებლით თითო კვადრატულ კილომეტრზე, ეს უდრის 780,000 მსხვერპლს. ასე რომ თუნდაც უფრო დაბალი მაჩვენებლით ვხედავთ, რომ ზელენსკი და მისი ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე საკმაოდ ზუსტად ასახელებენ ციფრებს. ზელენსკიმ თქვა, რომ დონბასის დასაკავებლად რუსეთს დაახლოებით 800,000 ჯარისკაცი დასჭირდება. ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ის 715,000 ჯარისკაცი, რომელიც რუსეთმა ქვეყანაში შეიყვანა. რაც ნიშნავს, რომ პუტინს მართლაც მთელი არმიის დახარჯვა უწევს დონბასის დასაკავებლად, თუნდაც საუკეთესო შემთხვევაში. რაც შეეხება უარეს სცენარს, როდესაც რუსეთს 6000 კვადრატული კილომეტრის დაკავება მოუწევს, საერთო დანაკარგი 926,000 მიაღწევს. ეს აბსურდული რიცხვია. რუსეთისთვის ეს თითქმის 1 წერტილი, 27 მილიონი დანაკარგის მაჩვენებელს უახლოვდება, რომელსაც უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ასახელებს როგორც რუსეთის დანაკარგს მას შემდეგ, რაც პუტინმა 4 წლის წინ ომი დაიწყო. გარდა ამისა, გაურდა ამისა მოუწევს თუ არა მეცერის მიერ დათვლილი 146 დანაკარგი თითო კვადრატულ კილომეტრზე დონეცკში იმ რუს ჯარისკაცებსაც, რომლებიც თვეთ ჩაბარდნენ ან თვითნებურად დატოვეს პოზიციები. თუ ასე არ არის, რუსეთს შეიძლება წინ ელოდოს 18 თვე, რომლის განმავლობაშიც თითქმის მილიონი ჯარისკაცი დაკარგოს, მხოლოდ დონბასის დასაკავებლად. რუსეთი უკვე იმ წერტილშია, სადაც მას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი დანაკარგები აქვს, ყველა მსხვილ სამხედრო ძალას შორის, როგორც ამას ინდეპენდენტი იუწყება. ეს პუტინისთვის ნიშნავს იმას, რომ დონბასში შეტევის გაგრძელება ნიშნავს, რომ ის კიდევ უფრო ღრმად თხრის საფლავს რუსული არმიისთვის, რომელიც უკვე პრაქტიკულად უკვე განადგურებულია და მდგომარეობა კიდევ უარესდება. ეს ყველაფერი გვაყენებს რამდენიმე კითხვასთან. თავი კი ისაა, რატომ არის პუტინი ასე დაჟინებული დონბასის აღებაზე, როცა იცის, რა ფასიც ექნება ამას. და რატომ არის დონბასი ასეთი რთული კაკალი რუსეთისთვის? მეორე კითხვაზე პასუხს ვიდეოს შემდეგ ნაწილში გაგცემთ, ასე რომ დარჩით ჩვენთან. რაც შეეხება იმას, რატო ჩანს, რომ პუტინს დონბასის დასაპყრობა შეუძლია ასე შეუჩერებლად გაანადგუროს რუსეთის მამაკაცების მთელი თაობა, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი მიზეზი უკავშირდება პუტინის სურვილს აღადგინოს რუსეთის ფედერაცია იმ სახით, როგორც პუტინი ხედავს საბჭოთა კავშირის დიდების წლებს. ფრენსის ფარელი, რომელიც კიევ ინდეპენდენტისტვის წერს, ხსნის ამ საბჭოთა ეპოქის სურვილს. მოკლე ისტორიული გაკვეთილის დროს, სადაც ის განიხილავს, რატომ არის დონბასი ასე მნიშვნელოვანი პუტინისთვის, ფარელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ ისარგებლა რუსეთმა იმით, რომ დონბასის რეგიონი საბჭოთა ეპოქაში ქვანახშირის უზარმაზარი მარაგების სახლად იქცა. ფარელი ხსნის, რომ საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაციის კამპანიის დროს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის გულაგის სისტემიდანაც, უზარმაზარი რაოდენობის მუშახელი გადაასახლეს დონეცკის ოლქის სამთო და მძიმე მრეწველობის სექტორებში სამუშაოდ. ეს გვაძლევს ორ ასპექტს, რომლებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება პუტინის დონბასის დაპყრობის სურვილთან დაკავშირებით. რუსეთს ძალიან კარგად ესმის, რამდენად ღირებულია უკრაინის ეს ნაწილი. და იმის გამო, რომ საბჭოთა ეპოქაში რუსეთმა ასე ბევრი თავისი მოქალაქე გაგზავნა დონბასში, პუტინს დღემდე აქვს ეს დამახინჯებული აღქმა. თითქოს დონბასი იყო და ყოველთვის იყო რუსეთის ნაცი. სწორედ ეს აღქმაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პუტინმა 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებისას ყურადღება გაამახვილა დონეცკსა და დონბასის მეორე მთავარ რეგიონ ლუგანსკზე. 2014 წლის კამპანიის დროს პუტინი მხარს უჭერდა პროქსი სეპარატისტულ ჯგუფებს ორივე ამ რეგიონში. გარდა ამისა, გაგზავნა ეგრეთ წოდებული პატარა მწვანე კაცები, რომლებიც ფაქტობრივად იყვნენ რუსი ჯარისკაცები, ფარულად გაგზავნილი უკრაინაში არეულობის მოსათხოვად. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი მუდმივად უარყოფდა ჩართულობას, მისი კვალი ყველგან ჩანდა, ამბობს ფარელი და ამატებს. დაწყებული ეგრეთ წოდებული აჯანტების ლიდერებიდან, დამთავრებული პრორუსული ძალების დაფინანსებისა და შეიარაღების გზებით. აღარაფერს ვამბობთ იმ უამრავ პირდაპირ მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებდა რეგულარული რუსული ჯარების ყოფნას. რუსეთმა ვერ შეძლო დონბასის აღება 2014 წელს. მაგრამ ნამდვილად ის გახდა ქვეყნის სრულმასშტაბიანი შეჭრის მთავარი ეპიცენტრი 2022 წელს. რუსეთმა დონბასში თავდასხმა დიდწილად იმიტომ განახორციელა, რომ პუტინი თავიდანვე ამტკიცებდა, თითქოს ამ რეგიონში მცხოვრები ეგრეთ წოდებული რუსი ხალხი რუსული ფედერაციის მიერ გათავისუფლებას ისურვებდა. საწყისი სპეციალური სამხედრო ოპერაციის სრული მარცხის შემდეგ რუსეთმა მთელი ყურადღება გადაიტანა მთავარ მიზანზე, დონბასის გათავისუფლებაზე 2022 წლის აპრილისთვის. რა თქმა უნდა, პუტინის განცხადებები აბსურდული იყო. ამაზე მიუთითა სანდო წყარომ, რომელმაც გამოაქვეყნა კვლევის შედეგები დონბასის 4025 მცხოვრებზე, რომლებიც თანაბრად იყოფოდნენ უკრაინული და რუსული წარმოშობის ადამიანებად.
ამ კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 42%-ს სურდა უკრაინის შემადგენლობაში დარჩენა, ხოლო 21% კმაყოფილი იყო რუსეთის მიერ ანექსიით. კიდევ 9%-მა განაცხადა, რომ სურდა სრული დამოუკიდებლობა, ხოლო დანარჩენმა რესპონდენტებმა თქვეს, რომ არ იცოდნენ რა სურდათ. ეს მონაცემები ნამდვილად აჩვენებს, რომ დონბასში რუსეთის გავლენა მაღალია. თუმცა ამ რეგიონში მცხოვრებთა ბევრს ურჩევნიებია უკრაინის შემადგენლობაში ყოფნა სხვა ნებისმიერ ვარიანტზე, რაც მაშინვე უარყოფს პუტინის განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს დონბასში მცხოვრებთა სურვილია ის ეგრეთ წოდებული გათავისუფლება, რასაც ის თავაზობს. მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი არასდროს ყოფილა ამაზე, ხომ ასეა პუტინი? ფული არის მთავარი მიზეზი, რატომაც პუტინს დონბასი სჭირდება. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ჯერ არ გამოგიწერიათ, ეხლა იდეალური დროა ამისთვის. პუტინის ყველა განცხადების მიუხედავად, ისტორიასა და გათავისუფლებაზე სწორედ ფულია ის, რაც მას დონბასის უკრაინისგან წახტმევის სურვილს აძლევს. კერძოდ, უკრაინის მინერალური რესურსები, რომელთა შორისაა ადრე ნახსენები ქვანახშირი, ასევე ათეულობით იშვიათი მიწის მინერალი და სხვა რესურსები, რომლებითაც რუსეთს შეუძლია სარგებელი მიიღოს, პუტინის ყურადღების ცენტრშია. United 24 Media's მიხედვით, ამ მინერალური საბადოების ღირებულება დაახლოებით $15 ტრილიონ შეადგენს. და ალბათ უკვე მიხვდით, სად მდებარეობს ამ საბადოების უმეტესობა. როგორც United 24 Media აღნიშნავს, ძირითადი რეგიონები, სადაც ეს მინერალური საბადოებია, ემთხვევა იმ ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთის ძალების სამიზნეა ან უკვე ოკუპირებულია. მათ შორისაა ყირიმი, ლუგანსკი, დონეცკი და ზაპოროჟიეს რეგიონები. The Economic Times ამატებს, რომ დონბასის რეგიონი ერთ-ერთი უმდიდრესია უკრაინაში. იგი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ამ ერთ რეგიონში მდებარეობს უკრაინის ქვანახშირის მთლიანი მიმარაგის 56%, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესია და მისი ღირებულება $12 ტრილიონ აღწევს. არ არის ნათელი, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დონბასში მხოლოდ $12 ტრილიონი ღირებულების ქვანახშირია, თუ დაახლოებით მისი ნახევარი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთს შეუძლია დიდი ფული იშოოს დონბასში შეჭრით. იგივე წყარო ამატებს, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი უკვე აკონტროლებს უკრაინაში 2025 წლის აგვისტოსთვის, რუსეთი ფლობს დაახლოებით $12.5 ტრილიონი ღირებულების უკრაინის მინერალურ და გაზის რესურსებს. დაამატეთ სოფლის მეურნეობა და წყლის რესურსები, რომლებიც სამხრეთ უკრაინაში სოფლის მეურნეობას უწყობს ხელს და ასევე ეხმარება ყირიმს წყლით მომარაგებაში. ამ რეგიონის მუდმივი დეფიციტის პირობებში და უკვე იწყებთ იმის დანახვას, სინამდვილეში რაშია საქმე პუტინისთვის. ისტორიასა და გათავისუფლებას მოიშველიებს. რაც მას სინამდვილეში სურს, არის რუსეთის ხაზინის შევსება, რაც ახლა ომიდან შემდეგ, რომელმაც რუსეთს უკვე $1 ტრილიონ მეტი და უმეტი დაუჯდა, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე ყოფილა. პუტინის პრობლემა გვაბრუნებს მეორე კითხვაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დავსვით. რატომ იქნება დონბასი პუტინისთვის ასეთი რთული ამოსახსნელი პრობლემა? უკრაინის გამორჩეული თავდაცვა ამ რეგიონში, რამაც გამოიწვია ის უზარმაზარი მსხვერპლი, რომელსაც ახლა ვხედავთ, ამის ერთ-ერთი მიზეზია. თუმცა პუტინის კიდევ ერთი მთავარი პრობლემა და შესაძლოა მიზეზიც, რატომაც მას ყველაზე ნაკლებად უნდა დონბასის აღების მცდელობა, ისაა, რომ ამ რეგიონში რუსეთს ჯერ კიდევ ყველაზე მძიმე პერიოდი წინ აქვს. ეხლა როცა რუსეთმა როგორც ჩანს საბოლოოდ აიღო პოხროვსკი, მის ძალებს ყურადღების გადატანა უწევთ ციხესიმაგრეების ხაზზე და სხვა მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ზონებზე, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლქვეშაა. ამ ურბანულ ზონებს შორისაა ლიმანი და დობროპილია, რომლებსაც შეუძლიათ ისეთივე სასიკვდილო ხაფანგებად გადაიქცნენ, როგორიც იყო პოხროვსკი. მაგრამ პუტინისთვის ბევრად უფრო შემაშფოთებელია დიდი ქალაქების ხაზი, რომელიც H20 კონსტანტინიუკა სლოვიანსკის გზატკეცილის გასწვრივ მდებარეობს. დაახლოებით 21 მილის სიგრძეზე გადაჭიმული ეს ქალაქების ხაზი მოიცავს კრამატორსკსა და სლოვიანსკს ჩრდილოეთით, ასევე ალექსიევო-დრუშტიუკას, დრჟკიუკასა და კონსტანტინიუკას სამხრეთით. ერთობლივად, ამ ქალაქების მოსახლეობა ომამდე 380,000-ს აჭარბებდა, რაც დაახლოებით 6.3 ჯერ მეტია ვიდრე პოხროვსკის ომამდელი მოსახლეობა, რომლის წინააღმდეგაც პუტინმა თითქმის მთელი თავისი აღმოსავლეთის ძალა გაანადგურა ბოლო 2 წლის განმავლობაში. ჩვენი აზრი მარტივია. რუსეთს ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი, სანამ ამ ქალაქებს დაიპყრობს და დონბას აიღებს. და თითქოს პუტინისთვის და მისი ხარბი ამბიციებისთვის საქმეები ვეღარ გაუარესდებოდა, არსებობს მიზეზი, რატომაც ამ დასახლებათა მონაკვეთს ციხესიმაგრეების სათქალს უწოდებენ. სანამ რუსეთის ძალები 4 წელზე მეტ ხანს დონეცკის სხვა რეგიონებში იყვნენ ჩარჩენილნი, უკრაინა ამ ციხესიმაგრეების სარტყელს აძლიერებდა და აქცევდა ქსელურ თავდაცვით მექანიზმად, რომელიც რუსეთის ძალებს ისეთ მასშტაბურ დანაკარგს მიაყენებს, როგორიც ომის განმავლობაში ჯერ არ გვინახავს. The Economist-მა ამას იანვრის სტატიაში გაუსვა ხაზი, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა ისეთი ციხესიმაგრეების სარტყელი აქვს, როგორიც 2022 წელს სურდა ქონოდა, და ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ რუსეთს წინსვლაზე ძალიან დიდი დრო დასჭირდა. გამოცემის თქმით, ახლა მხოლოდ კრამატორსკისა და სლოვიანსკის მახლობლად ბორცვის წვერზე თავდაცვის ხაზები 200 მეტრამდე ან 650 ფუტზე მეტს აღწევს. ეს ერთი ხაზი სავსეა ეკლიანი და საფარსი მავთულით, ტანკსაწინააღმდეგო თხილებით, დრაკონის კბილებით და ამოღებული მიწით, რომელიც თავდაცვით ბერმად გამოიყენება. ასევე მუდმივ პატრულზე იქნებიან დრონები, რომლებიც მზად იქნებიან გაანადგურონ ნებისმიერი რუსული დანაყოფი, რომელიც გადაკვეთას შეეცდება. და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია მასიური თავდაცვითი ხაზისა, რომელიც 21 მილის სიგრძეზე გადაჭიმულია ციხესიმაგრის ზოლში, რომლის გადალახვაც რუსეთს მოუწევს მანამ, სანამ თავად დასახლებებამდე მიაღწევს.
ჰარელი ამატებს, რომ უკრაინამ ამ ქალაქებს შორის და უკან მასიური განადგურების ზონები შექმნა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს უბრალოდ არ აქვს მარტივი გზა ციხესიმაგრის ზოლის გასარღვევად. ზუსტად ისე როგორც The Economist-ის მიერ განხილული თავდაცვითი ხაზები, ეს განადგურების ზონებიც სავსეა თავდაცვითი საშუალებებით რუსეთის ქვეითებისა და მექანიზებული ნაწილების წინააღმდეგ, ასევე მუდმივად მოფარფატე დრონებით, რომლებიც რუსული ძალების აღმოჩენასა და მათ განადგურებას ემსახურებენ. პუტინმა იცის, რომ მას არ შეუძლია მომდევნო 18 თვიდან 2 წლამდე პერიოდში მთელი უკრაინის მასშტაბის რუსული არმია დახარჯოს მხოლოდ ამ ზოლის დასაკავებლად. ეს მასშტაბური სიკვდილიანობა ზედმეტად დიდი იქნებოდა მისთვისაც კი. რეალობა, რომელსაც რუსეთის ლიდერი ცდილობს დამალოს, ისაა, რომ მას საშინლად ეშინია იმისა, რაც მის არმიას დონეცკში ელოდება. სწორედ ამიტომ ცდილობს ახლა ასე გამალებით შეჩექნას ნარატივი იმის შესახებ, თითქოს უკრაინის დაცემა და დონბასის დაკარგვა გარდაუვალია. პუტინს ეს ნარატივი სჭირდება, რომ შეინარჩუნოს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით მეტი დრო ექნება დასავლეთის მანიპულირებისთვის, რათა დააჯეროს მათი სისულელე, რასაც ამბობს, რაც თავისუფლად აძლევს მას ბერკეტს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. პუტინი დააწვევა უკრაინას, რომ დათმოს დონბასი, რადგან როგორც ატლანტიკური საბჭო ამბობს, დონეცკის ციხესიმაგრის ხაზის არსებობა რუსეთისთვის სერიოზული პრობლემაა. სანამ კიევი აგრძელებს დონბასის ციხესიმაგრის ხაზის კონტროლს, დიდი შანსია, რომ უკრაინის არმია მთელი რეგიონი პუტინის შემოჭრილი არმიის სასაფლაოდ აქციოს, ამბობს ანალიტიკური ცენტრი. Bloomberg ამატებს, რომ რუსეთი ამჟამად განიხილავს სამშვიდობო მოლაპარაკებების ვარიანტებს, რადგან უკრაინა კვლავ უარს ამბობს დონბასის დათმობაზე. გამოცემა ამტკიცებს, რომ რუსეთმა უკვე შექმნა სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმის პროექტი, რომელსაც ხელს მოაწერს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დათანხმდება თავისი ძალების რეგიონიდან გაყვანას. ეს პუტინის ძალაუფლების დემონსტრირება არ არის, ეს არის რუსული შიში, რომელიც ქაღალდზეა გადატანილი. და უკრაინამ ეს იცის. 3 მარტს უკრაინის ახალმა ხმამ განაცხადა, რომ ზელენსკის არ აქვს განზრახვა დატოვოს დონბასი ან ის 200,000 ადამიანი, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ ამ რეგიონში. მინდა მკაფიოდ თქვა, არასოდეს დავტოვებ დონბასს და იმ 200,000 უკრაინელს, ვინც იქ ცხოვრობს. რატო უნდა გავაკეთო ეს? იმიტომ რომ პუტინი ამას მშვიდობის პირობად აყენებს და ამის შემდეგ მაშინვე წამოაყენებს ახალ მოთხოვნებს. არა, ამას არავიდან, დაიღრიალა ზელენსკიმ განცხადებაში, რომელიც იყო ბოლო რამ, რაც პუტინს სურდა მოისმინა. უკრაინა ხედავს პუტინის დონბასის თამაშს. მან იცის, რომ პუტინი შეშინებულია იმ პერსპექტივით, რომ მინიმუმ კიდევ 800,000 ჯაიჯარისკაცის გაწირვა მოუწევს ციხესიმაგრეების ხაზთან და ამას კიდევ 2 წლამდე ბრძოლა შეიძლება დაერთოს. ეს 2 წელიც კი ძნელად არის ის, რისი დათმობაც 73 წლის პუტინს შეუძლია, თუ უნდა რომ დონბასის დაპყრობა იყოს მისი მემკვიდრეობა. უკრაინაც აცნობიერებს, რომ ახლა დონბასის დათმობა უბრალოდ მომავალში რუსეთის ახალი თავდასხმის კარს უხსნის. სინამდვილეში უკრაინის მიერ მოპოვებული რუსული გეგმები უკვე აჩვენებს, რომ პუტინს ბევრად მეტი აქვს მიზანში ვიდრე ერთი რეგიონი, რომლის დათმობასაც ზელენსკისგან ითხოვს და ამით თითქოს მშვიდობას მოუტანს უკრაინას. ეს გეგმები, რომლებიც აღწერს რუსეთის სტრატეგიას 2027 წელს, აჩვენებს, რომ პუტინის ძალებს სურთ უფრო ღრმად შეიჭრან ზაპოროჟიეში, შეუტიონ დნეპროს ქალაქს და შესაძლოა ოდესაც კი დაიკავონ. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ეს არ არის ისეთი გეგმები, როგორცაც რუსეთი შეიმუშავებდა, თუ მხოლოდ დონბასი სურდა. რუსეთი ემზადება ხანგრძლივი კამპანიისთვის დონბასში, არა იმიტომ, რომ ეს ბრძოლა სურს, არამედ იმიტომ, რომ უკრაინა არ აძლევს არჩევანს. ტერიტორიის დათმობა არ მოხდება. თუ პუტინს დონბასი სურს, მას მოუწევს მზად იყოს კიდევ 2 წლის დაკარგვისთვის და ყველა იმ ჯარისკაცის მსხვერპლად შეწირვისთვის რუს უკრაინაში ჰყავს და შესაძლოა კიდევ ბევრისთვის რომ ეს მიიღოს. აქვს თუ არა პუტინს სურვილი ამ ბრძოლისათვის. თუ მან რაიმე გაკვეთილი ისწავლა იმ საშინელებიდან, რაც რუსეთმა პროსკში გადაიტანა, არ უნდა ჰქონდეს. საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი მძიმე მდგომარეობაშია. მისმა უშედეგო ომმა უკრაინასთან გამოიწვია უზარმაზარი მსხვერპლი, სერიოზული ეკონომიკური დანაკარგები და იზოლაცია გლობალურ არენაზე. და ეს ყველაფერი ერთი ადამიანის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრალია, რომლის უგუნურმა, დაუნდობელმა და შეუჩერებელმა ძალაუფლების ხურვმა საკუთარი ერი მუხლებზე დააყენა. მაგრამ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო მძიმე იყოს, ვიდრე იუწებია. გერმანიის სადაზვერო სააგენტოს მიხედვით, რუსეთის ეკონომიკა უპრეცედენტო ვარდნას განიცდის, ხოლო კრემლი სინამდვილეში ყალბმონაცემებს აქვეყნებს, რათა სასოწარკვეთილ მცდელობაში დამალოს მისი კატასტროფული კოლაფსი. ვინც რუსეთს კარგად იცნობს, ამ ამბავს არ უნდა გაუკვირდეს. კრემლს დიდი და მდიდარი ისტორია აქვს ტყუილებისა და ფალსიფიკაციების. დადასტურებულია არაერთხელ, რომ კრემლს აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ აქვს რუსის საზოგადოებისთვის ტყუილის თქმაში, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევს, რათა საკუთარი თავი უკეთესად წარმოაჩინოს. რა თქმა უნდა, რუსეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ასე იქცევა, მაგრამ პროპაგანდა თითქმის კრემლის DNM-შია ჩადებული. ეს მოსკოვის მთავარი იარაღია, რომ საზოგადოება თავის მხარეს დაიყენოს და ქვეყნის ნარატივი აკონტროლოს. და ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენებოდა კონფლიქტის განმავლობაში დღემდე. სინამდვილეში ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ომი ოფიციალურად დაიწყებოდა და პირველი გასროლები მოხდებოდა, კრემლი პროპაგანდაზე იყო დამოკიდებული, რათა თავისი შეჭრისთვის მხარდაჭერა მოიპოვებინა. მან გამოიგონა ისტორიები და გააზვია და მტკიცებები, თითქოს უკრაინას მართავდა ეგრეთ წოდებული ნეონაცისტური რეჟიმი, რომელიც ეთნიკური რუსების გენოციდს ახორციელებდა.
ამის წყალობით, როდესაც კრემლის ჯარები პირველად გადავიდნენ საზღვარზე, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეჭრას მხარს უჭერდა. მათ დაიჯერეს პროპაგანდა და იფიქრეს, რომ მათი პრეზიდენტი მამაც ან თუნდაც გმირულ გადაწყვეტილებას ირებდა, როდესაც არმიას აგზავნიდა და ხალხს ჩაგვრისგან ათავისუფლებდა. ამავე დროს ბერს ჰქონდა იმედი, რომ პუტინის სპეციალური სამხედრო ოპერაცია სწრაფი და ეფექტური იქნებოდა. ყველაფერი რამდენიმე კვირაში დასრულდებოდა. როგორც ახლა ვიცით, ასე არ მოხდა. ომი გაიწელა და რუსეთმა თითქმის ვერცერთი თავისი გამოცხადებული მიზანი ვერ მიაღწია. ასევე ფრონტის ხაზებზე მძიმე დანაკარგების განცდა დაიწყო, მაშინ როცა ხალხი, ბანკები და ბიზნესები რუსეთში ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად წყდებოდნენ დანარჩენ მსოფლიოს. ცხოვრების დონე დაეცა. მამები, ძმები და ვაჟები იღუპებოდნენ, ხოლო მსოფლიოს უმეტესობა რუსეთს ისე ერიდებოდა, როგორც არასდროს. წლების გასვლასთან ერთად უფრო მეტმა რუსმა დაიწყო კითხვის დასმა ასეთი ძვირადღირებული და უსარგებლო ომის საჭიროებაზე. და სულ უფრო მეტ სურდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო. მიუხედავად ამისა, მათი მთავრობა მათ ატყუებდა. პროპაგანდაზე დარწმუნებით, რომ ერთი კრიზისის შემდეგ მეორეც გადაელახათ. პუტინი და მისი სხვადასხვა ხელქვეითები მუდმივად ატყუებდნენ საკუთარ ხალხს. იგონებდნენ გამართლებებს და იმალებოდნენ ფრაზების უკან. და ისინი ამას დღემდე აგრძელებენ, როგორც ამას ადასტურებს გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის, ანუ BND-ის მამხილებელი ანგარიში. კრემლის ოფიციალურად გამოქვეყნებული ეკონომიკური მონაცემების ანალიზის შემდეგ BND-ის აგენტებმა აღმოაჩინეს მისი ტყუილების გასაოცარი მასშტაბი. მათ აღმოაჩინეს, რომ რუსეთის რეალური ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი 2025 წლისთვის მნიშვნელოვნად აღემატებოდა ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებს. უფრო ზუსტად რო ვთქვათ, მოსკოვმა განაცხადა, რომ 2025 წლის დეფიციტი დაახლოებით 5.65 ტრილიონი რუბლი იყო, რაც დაახლოებით 72 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა BND-მ დაადგინა, რომ რეალური დეფიციტი უფრო ახლოს იყო 8.01 ტრილიონ რუბლთან, ანუ 100 მილიარდ დოლართან, რაც თითქმის 30 მილიარდი დოლარით მეტია კრემლის განცხადებებზე. ეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3.6%-ს შეადგენს. ეს დანაკარგის განსაცვიფრებელი დონეა, როგორც BND-ის ანგარიშია აღნიშნული. ეს აჩვენებს ნამდვილ ხარჯებს, რომელსაც კრემლი შეგნებულად იღებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომისთვის. ხარჯებს, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში ექნება შედეგები. და ის ფაქტი, რომ კრემლმა ასე თამამად და აშკარად იცრუა საკუთარი დანაკარგების დასაფარად, კიდევ უფრო დააზიანა მისი ისედაც შერყეული რეპუტაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთში. ოფიციალური სტატისტიკის სანდოობა კიდევ უფრო ირღვევა ამის შედეგად. რუსეთი, როგორც საინვესტიციო მიმართულება, განუსაზღვრელ რისკებს შეიცავს. პუტინის გეგმა აღადგინოს რუსეთის ყოფილი დიდება ასეთ პირობებში ვერ განხორციელდება. უკრაინის თვალსაზრისით კი ეს შესანიშნავი ამბავია. რუსეთს შეიძლება ზოგჯერ სიმართლის დამახინჯება უყვარდეს, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აღმაშფოთებელი ტყუილია, რაც კი უთქვამს, და ეს აჩვენებს, რამდენად დაბლა დაეშვა ქვეყანა. ომის ადრეულ წლებში ვლადიმერ პუტინს აუცილებლობა არ ჰქონდა, რომ ეკონომიკაზე მოეტყუებინა ხალხი. არც კრემლს ჰქონდა საჭიროება, რომ თავისი გამოთვლები გაეყალბებინა. რადგან თავდაპირველ ხარჯებთან საკმაოდ კარგად უმკლავდებოდნენ. მაშინაც კი, როდესაც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ბანკებსა და ბიზნესებზე სანქციების რამდენიმე ტალღა დააწესეს და მოსკოვის ოლიგარქების აქტივები გაყინეს, რუსეთის ეკონომიკა მაინც საკმაოდ ძლიერი დარჩა. ვლადიმერ პუტინიც კი ამაყობდა სანქციების გადალახვით. თუმცა წლების გასვლის შემდეგ სიტუაცია გაუარესებას იწყებდა. რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდი ნელ-ნელა იწურებოდა. მისი რეზერვები მცირდებოდა და რაც ყველაზე მთავარია, ნავთობის ინდუსტრია, რომელიც მთელი ეკონომიკის საკრდენია, ზეწოლას გრძნობდა. სანქციებმა ბევრი ქვეყანა აიძულა შეემცირებინათ დამოკიდებულება რუსულ რესურსებზე, გაეუქმებინათ სავაჭრო შეთანხმებები და ეძებნათ ალტერნატიული მომწოდებლები. მაგალითად, ევროკავშირმა მნიშვნელოვნად შეამცირა ინვესტიციები რუსეთის ენერგეტიკაში. მან სწრაფად შემოიღო თითქმის სრული აკრძალვა რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო იმპორტზე. ასევე დააწესა მკაცრი ფასობრივი ზღვარი რუსულ ნავთობზე, რათა შეეზღუდა ქვეყნის საექსპორტო შემოსავალი. მან ასევე გაამრავალფეროვნა მომწოდებლები და დააჩქარა ინვესტიციები განახლებადი ენერგიის წყაროებში. RE-Power EU გეგმის მეშვეობით. ამ გადაწყვეტილებების გავლენა სტატისტიკაში აშკარად ჩანს. მაგალითად, რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის იმპორტი 2021 წლის პირველ კვარტალში 29%-დან 2025 წლის მესამე კვარტალში მხოლოდ 1%-მდე შემცირდა. როდესაც ევროკავშირის მყიდველებმა ზურგი აქციეს მოსკოვს, კრემლმა დაიწყო ვაჭრობის გაძლიერება სხვა ქვეყნებთან. ის იმედოვნებდა, რომ ჩინეთი, ინდოეთი და სხვა ქვეყნები შეავსებდნენ დანაკლისს და მხარს დაუჭერდნენ რუსეთის ეკონომიკას. და გარკვეული დროის განმავლობაში ასე იყო კიდეც. თუმცა საბოლოოდ ამ ქვეყნებმაც კი დაიწყეს რუსეთისთან ურთიერთობის გადახედა. მაგალითად, 2026 წლის თებერვალში ინდოეთის ნავთობის გადამუშავებლება პირობა დადეს, რომ შეამცირებდნენ რუსეთის ნავთობის იმპორტს.
და ამის ნაცვლად ამერიკულ ენერგეტიკაში დააბანდებდნენ ინვესტიციებს. მას შემდეგ რაც ქვეყანამ ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმა შეერთებულ შტატებთან. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი კვლავაც ხიდულობს რუსეთის რესურსებს, 2025 წელს მისი საერთო ვაჭრობა რუსეთთან შემცირდა. ორი ქვეყნის იმპორტისა და ექსპორტის საერთო ღირებულება 2024 წლის 244.8 მილიარდი დოლარიდან 2025 წელს 228.1 მილიარდ დოლარამდე დაეცა. და კრემლს მხოლოდ იმით არ მოუწია გამკლავება, რომ მისი რამდენიმე დარჩენილი სავაჭრო პარტნიორიდან ნაკლები ფული შედის ბიუჯეტში. მას ასევე მოუწია გამკლავება პირდაპირი აფეთქებითი თავდასხმებით იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მის ნავთობის ინდუსტრიას ამუშავებს და ფუნქციონირებას უზრუნავყოფს. 2025 წლის განმავლობაში და 2026 წლის დასაწყისში უკრაინის დრონების ეკიპაჟებმა არაერთხელ დაუშინეს სამიზნედ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, საწვავის საცავებსა და მილსადენებს, რაც მტრის ეკონომიკას ერთ დამანგრეველ დარტყმას მეორის შემდეგ აკენებდა. ამ თავდასხმება პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთის ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა კვამლად აქცია, რაც დააზიანა როგორც კრემლის ეკონომიკური პერსპექტივები, ასევე გაართულა მისთვის ომის მანქანის საწვავით უზრუნავყოფა. მაგალითად 2026 წლის პირველ თვეებში წარმატებული დარტყმები განხორციელდა სამიზნეებზე. როგორიცაა ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც სამხრეთ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქარხანაა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამხრეთ უკრაინაში. მათ შორის ყირიმში მებრძოლი ძალების საწვავით უზრუნავსაყოფად, ასევე ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც პირდაპირ ამარაგებს აღმოსავლეთ ფრონტზე შეტევებს. დარტყმები განხორციელდა კრასნოდარის მხარისა და კომის რესპუბლიკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზეც, რამაც კიდევ უფრო დააზიანა რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო პერსპექტივები. ამავდროულად უკრაინულმა დრონებმა გაანადგურეს საწვავის მარაგები ნავთობსაცავებში ლებუცკის, ბელგოროდის, ვოლგოგრადის, პენზის და ვორონეჟის რეგიონებში, რუსეთში. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ობიექტებს ურთმამენ, რუსეთის შედეგებს გრძნობს. მისი ნავთობისა და გაზის შემოსავლები, რომლებიც ომის დაფინანსებისთვის ასე მნიშვნელოვანია, ზარალდება. ეს კი თავის მხრივ ომს მთლიანობაში კიდევ უფრო რთულს ხდის გასაგრძელებლად და ამავდროულად დამატებით ზეწოლას ახდენს ქვეყნის მერყევ და ჩამოშლილ ეკონომიკაზე. და არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ ეს მალე გაუმჯობესდება. პირიქით, BND-ს ანგარიში აღნიშნულია, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, სიტუაცია თითქმის გარანტირებულად გაუარესდება. თუ არ იქნება მიღებული კომპლექსური საწინააღმდეგო ზომები, რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემები, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული ენერგეტიკულ სექტორზე, გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო გამწვავდება და ქრონიკულ ხასიათს მიიღებს. და უკრაინა მზად არის დააჩქაროს ეს პროცესი. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, ეს ჯერ ყველაფერი არ არის. ასე რომ, თუ თქვენთვის ღირებულია The Military Show, არ დაგავიწყეთ გამოწერა. ეხლა უკრაინამ უკვე ითამაშა მთავარი როლი რუსეთის ავტორიტეტის დაცემაში. უკრაინის დრონებით თავდასხმების გარეშე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და სხვა ობიექტებზე, კრემლის ეკონომიკა ასეთ საშიშ მდგომარეობაში არ იქნებოდა. მაგრამ კიევი ამით არ ჩერდება. მისმა თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა თავისი განზრახვა, უზრუნავყოს, რომ რუსეთის დეფიციტი კიდევ უფრო გაიზარდოს. სინამდვილეში უკრაინა აპირებს 2026 წელი რუსეთის ეკონომიკისთვის ყველაზე მძიმე წლად აქციოს ისტორიაში და ამისთვის მრავალმხრივ სტრატეგიას იყენებს. ეს სტრატეგია მოიცავს კოორდინაციას მოკავშირეებთან მთელ მსოფლიოში, რათა მოსკოვს უფრო მკაცრი სანქციები დაუწესდეს და ერთობლივი ქმედებები განხორციელდეს კრემლის ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობის ტანკერების წინააღმდეგ. უკრაინა ასევე აპირებს გააგრძელოს თავდასხმები ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, თავისი მსოფლიო დონის დრონების არსენალითა და სულ უფრო ძლიერი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით, რათა მტერს ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყას. BND-საც მიაჩნია, რომ დამატებითი ზომები, რომელსაც უკრაინა და მისი მოკავშირეები მიიღებენ, შეიძლება დაეხმაროს უკვე რთული მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებაში რუსეთისთვის. დასასრულს დამატებითი სანქციები, მაგალითად რუსეთის მხარდამჭერების წინააღმდეგ მესამე ქვეყნებში, ან ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის მიმართ. და მათი თანმიმდევრული განხორციელება პოტენციურად კიდევ უფრო გაზრდის პუტინის აგრესიული ომის ფასს. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლები მცირდება, სტატუს კვოს შენარჩუნების ხარჯები იზრდება, მაგალითად სანქციების გვერდის ავლის ზომებისთვის. რუსეთის ეკონომიკის მომავალი სიცოცხლის უნარიანობა კიდევ უფრო სუსტდება. თვით რუსეთშიც კი კრემლის ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად ღელავენ. ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, გამომდინარე იმ რისკებიდან, რაც საჯაროდ საუბარს ახლავს, სააგენტო Reuters გაუმხილა, რომ რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი 2026 წლის ბოლოსთვის შეიძლება 3-ჯერ მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალური მიზანია, ნავთობის შემოსავლების შემცირებისა და დასავლეთის მხრიდან გამკაცრებული სანქციების გამო. წყარომ აღნიშნა კრემლთან დაკავშირებული ანალიტიკური ცენტრის ეკონომისტების მიერ ჩატარებული გამოთვლები. კრემლს გავრცელებული ინფორმაციით არ აქვს განზრახვა გამოაქორნოს ეს გამოთვლები, თუმცა ეს არ ამცირებს მათ სისწორესა და სიზუსტეს. მათ აჩვენეს, რომ რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები მთავრობის გეგმებთან შედარებით შეიძლება 18%-ით შემცირდეს, რაც ბიუჯეტის დეფიციტს 4.4%-მდე გაზრდის MŠP-სთან მიმართებაში, რაც ბევრად აღემატება მოსკოვის ოპტიმისტურ 1.6%-იან მიზანს. წყარომ ხიად აღიარა, რომ სიტუაცია სულ უფრო მძიმე ხდება. ბიუჯეტის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება.
შემოსავლები ნაკლები იქნება, ხოლო ხარჯები მეტი. მათ დაამატეს, რომ ქვეყნის ფინანსურ ორგანოებს მოუწევთ კიდევ უფრო მკაცრი ზომების მიღება, ვიდრე უკვე მიღებული აქვთ, რათა კრიზისზე გარკვეული კონტროლი დაამყარონ. ყველაფერი ეს რუსეთის თვალსაზრისით ასე საშინელი არ იქნებოდა, თუ ქვეყანა რეალურად აღწევდა წარმატებებს და თავის მიზნებს ადგილზე. რუსეთის საზოგადოება მაგალითად შეიძლება უფრო მზად იყოს ეკონომიკური დანაკარგების მისაღებად, თუ რუსი ჯარები რეგულარულად იფრობდნენ ქალაქებსა და დასახლებებს და აშკარად ამყარებდნენ ამ უმნიშვნელოვანეს პოზიციებს. მათ სჭირდებათ წინსვლა იმგვარი გამარჯვებისკენ, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს იყო დაპირებული. მაგრამ ეს ახდება. კიდევ ერთმა გამანადგურებელმა ანგარიშმა, რომლის ავტორებიც არიან მკვლევარები დევიდ R. ჰენდერსონი და რაიან სალივანი, და რომელიც გამოქვეყნა Defense News-ში, გამოავლინა, რამდენი დაკარგა კრემლმა და რამდენად ცოტა მოიგო მას შემდეგ, რაც პუტინმა გასცა ბრძანება შეჭრილიყვნენ ამდენი წლის წინ. კონტრასტი გასაოცარი. იმისათვის, რომ ზუსტად შეეფასებინათ, რამდენი ფული დახარჯა და დაკარგა რუსეთმა უკრაინასთან ომში, მკვლევარებმა სამი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი განიხილეს. ადამიანური კაპიტალის ღირებულება, მატერიალური დანაკარგებისა და ოპერაციული ხარჯების ღირებულება და მაკროეკონომიკური ზარალი და MŠP-ს შენშემცირება, რაც კრემლმა განიცადა კონფლიქტის განმავლობაში. აი რა დაადგინეს მათ. ადამიანური კაპიტალის ღირებულებასთან დაკავშირებით მკვლევარებმა სცადეს შეეფასებინათ, როგორ იმოქმედა რუსეთის დანაკარგებმა, რომლებიც ახლა უკვე მილიონზე მეტია მის ეკონომიკაზე. ამისათვის მათ გამოიყენეს სტანდარტული ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომელსაც სტატისტიკური სიცოცხლის ღირებულება, ანუ VSL მეტრიკა ეწოდება. ამან მათ საშუალება მისცა შეეფასებინათ ერთი რუსი ადამიანის სიცოცხლის ღირებულება დაახლოებით 2.6 მილიონ დოლარად, ხოლო მძიმე დაზიანებები 270,000 დოლარად. ამის შემდეგ გუნდს უბრალოდ ამ რიცხვების რუსეთის დანაკარგების საერთო რაოდენობაზე გამრავლება დარჩა. თუმცა ზუსტად შეუძლებელია ვიცოდეთ, რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა უკრაინასთან ომში, რადგან სხვადასხვა წყაროები განსხვავებულ მონაცემებს ძლევიან და საერთო რაოდენობა ყოველდღიურად კიდევ უფრო იზრდება. იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ რაიმე უსაფუძვლო მიკერძოება თავიანთ დასვნებში, მკვლევარებმა გამოიყენეს 2026 წლის იანვრის მონაცემები სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან, რომლის მიხედვითაც ჯამში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა ამ დროისთვის დაახლოებით 325,000-ში ადგენს, ხოლო დაჭრილებისა და დაკარგულების საერთო რაოდენობა დაახლოებით 875,000-ია. შედეგად Defense News-ის ანგარიშის მიხედვით დაღუპულთა გამო ეკონომიკური ზარალი შეადგენს 325,000, გამრავლებულს 2.6 მილიონ დოლარზე, რაც ჯამში 845 მილიარდ დოლარს უდრის. დაჭრილთა გამო ზარალი შეადგენს 875,000, გამრავლებულს 270,000 დოლარზე, რაც ჯამში 236 მილიარდ დოლარს უდრის. ჯამში ეს მხოლოდ დაღუპულ ან დაჭრილ სამხედროებზე დაკავშირებული ზარალი ტრილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. ხოლო ჯარისკაცები მხოლოდ ერთი ნაწილია ბევრად უფრო დიდი პაზლისა. რუსეთმაც უკრაინაში საოცრად დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა დაკარგა. ქია წყაროების სადაზვერვო ჯგუფებმა, როგორიცაა ორიქსი, ასევე საერთაშორისო სადაზვერვო სააგენტო აგენტოებმა, ეს დანაკარგები თითოეულ შემთხვევაში დაადასტურეს და დააფიქსირეს. ათასობით რუსული ტანკი, მანქანა, ხომალდი, თვითმფრინავი, საჰაერო თავდაცვის სისტემა და სხვა ტექნიკა, უკრაინული დრონების, ნაღმების, რაკეტებისა და სხვა საშუალებების მიერ ფაქტობრივად რუკიდან წაიშალა. ამ ტექნიკიდან ზოგიერთი ათეულობით ან ასეულობით მილიონი დოლარი ღირს. ზოგ შემთხვევაში კი კიდევ უფრო მეტი. კიდევ ერთხელ, ზუსტი მონაცემების პოვნა შეუძლებელია, ამიტომ მკვლევარებმა გამოიხენეს Minfin-ი, რომელიც ოფიციალურ სამთავრობო სტატისტიკას აქვეყნებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთეს გამოთვლები. Minfin-ის მონაცემებით რუსეთმა დააკარგა დაახლოებით 12,000 ტანკი, 24,000 ჯავშან ტექნიკა და 400 თვითმფრინავი, ასევე მრავალი სხვა ტექნიკა. ჯამში ამ ტექნიკის დანაკარგების ღირებულება დაახლოებით 125 მილიარდ დოლარს შეადგენს. მკვლევარებმა ასევე შეაფასეს, რომ მოსკოვმა ოპერაციულ ხარჯებზე, როგორიცაა საწვავი, საბრძოლო მასალა და ლოგისტიკა, დახარჯა დამატებით თითქმის 150 მილიარდი დოლარი, რანდის კორპორაციის ფაქტებსა და ციფრებზე დაყრდნობით. ჯამში ეს კიდევ 265 მილიარდი დოლარია მატერიალური დანაკარგებისა და ოპერაციული ხარჯების სახით. მესამე და საბოლოო ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, არის მაკროეკონომიკური ზარალი და MŠP-ს დანაკარგი, რომელიც რუსეთმა უკრაინასთან ომის შედეგად განიცადა. ეს უკიდურესად რთულია გამოსათვლელად ან რაოდენობრივად განსაზღვრისთვის, რადგან გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი სხვადასხვა ფაქტორი და ცვლადი. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვა 600,000-დან მილიონამდე რუსმა, მაგალითად. მაგრამ ბევრი შეძლებდა და ნამდვილად შეიტანდა დიდ წვლილს თავისი სამშობლოს ეკონომიკაში, რომ ომი არ დაწყებულიყო. მკვლევარებს ასევე მოუწიათ იმის შეფასება, თუ რამდენი ვაჭრობა და ინვესტიცია დაკარგა რუსეთმა დასავლეთის სანქციების ეფექტების. ის და მსოფლიო არენაზე იზოლირებული სტატუსის გამო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რუსული აქტივების გაყინვის ეკონომიკური გავლენის გათვალისწინებით.
საკითხის გასამარტივებლად მკვლევრებმა გამოიყენეს კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდის 2025 წლის ივლისის კვლევა, რომელმაც გაანალიზა რუსეთის MŠP-ს ომამდე და ომის შემდეგი პროგნოზები. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ომის დაწყების შემდეგ ქვეყანამ საშუალოდ წელიწადში 291 მილიარდი დოლარის MCP დაკარგა. ჯამში კონფლიქტის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ასევე აჯარბებს. $1 ტრილიონ შესაბამისად, ჰენდერსონმა და სალივანმა დაასკმეს, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში $2.5 ტრილიონი დაკარგა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის $2.2 ტრილიონი MŠP-ს. მაგრამ კითხვა რჩება, რუსეთს რეალურად რა აქვს საჩვენებელი ასეთი უზარმაზარი ხარჯის სანაცვლოდ? პასუხი ძალიან ცოტაა. ომის შესწავლის ინსტიტუტის მონაცემებზე დაბრუნებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინის დაახლოებით 28,000 კვადრატული მილი დაიკავა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 12%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, თუმცა რუსეთი ახლა უკრაინის 20%-ს აკონტროლებს. თუ ჩავთვლით 2022 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიებსაც, როგორიცაა ყირიმი. მაშინაც კი ეს 28,000 კვადრატული მილი შეადგენს ტეხასის შტატის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 10%-ს, რაც კარგად აჩვენებს, რამდენად მცირეა კრემლის რეალური მიღწევები. მაგრამ ყველაზე დამანგრეველი სტატისტიკა ჯერ კიდევ წინ იყო. როდესაც მათ დაათვალიერეს, რამდენი დახარჯა რუსეთმა და რას იღებდა სანაცვლოდ, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კრემლმა თითოეულ მოპოვებულ კვადრატულ მილზე დაახლოებით $90 მილიონი დახარჯა. ეს წარმოუდგენლად დიდი თანხაა ესეთი მწირი და უმნიშვნელო შედეგისთვის. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს. რუსეთი უკრაინაში დიდ ქალაქებსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებს არ იკავებს. ხშირად მისი მიღწევები მხოლოდ ტალახიანი, ორმოებით სავსე მინდვრებიდან მიტოვებული სოფლებია, სადაც შენობები თვეებისა და წლების განმავლობაში განმეორებითი დაბომბვების შედეგად მთლიანად განადგურებულია. კრემლი აქ ხირებულ რესურსებს ვერ იღებს. ის მილიარდობით დოლარს ხარჯავს მიწაზე, რომელსაც თითქმის არანაირი ღირებულება არ აქვს. ყველაზე ცუდი ის არის, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, რომ თავად პუტინს ალბათ ეს დიდად არც კი ადარდებს. ის პირადად ვერ იგზნობს ამ განსაცვიფრებელი დანაკარგების გავლენას, რადგან კვლავაც შეუძლია ისარგებლოს თავისი საპრეზიდენტო სასახლეებითა და ფუფუნებით სავსე ცხოვრებით. ამის ნაცვლად, სწორედ რუსი საზოგადოებაა, ვინც ყველაზე უშუალოდ გრძნობს ამ ყველაფრის შედეგებს, რადგან მათი ცხოვრების დონე ეცემა და ყოველდღიური საჭიროებების ფასები მუდმივად იზრდება. ამასობაში კრემლი გააგრძელებს სიმართლის დაფარვას კალბით ციფრებითა და სხვა სიცრუით, მაგრამ ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. პუტინის პროპაგანდის მანქანა უკვე ბუქსაობას იწყებს. და რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო ადვილი იქნება, რომ ყველაზე გამკაცრებულ რუს ნაციონალისტებსაც კი შეეძლოთ სიცრუის გარჩევა. ეხლა შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ იმ ხრმა, ბნელ და გამოუვალ ორმოზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა თავად გაითხარა თავისთვის. ამ ვიდეოში, რომელიც განიხილავს თუ როგორ გაანადგურეს უკრაინულმა ძალებმა, ცოტა ხნის წინ კრემლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შავი ზღვის ბაზა, იდეალურად განხორციელებული ღამის შეტევის შედეგად. ან ნახეთ ეს ვიდეო, რათა გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო უკრაინამ შეუძლებელი სამხედრო სამყაროში უმნიშვნელო მოთამაშიდან ნამდვილ ზესახელმწიფოდ გადაქცევა სულ რამდენიმე წელიწადში. და ბოლოს, თუ გსურთ ნახოთ მეტი მსგავსი ვიდეო, მათ შორის სასტრაფო სიახლეები და ტაქტიკისა და სტრატეგიის სიღრმისეული ანალიზი, გამოიწერეთ სამხედრო შოუ დღესვე.